საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. დღევანდელი ეთერი ანდრია საქართველოს ამბით უნდა დავიწყოთ. ანდრია არის 10 წლის ბიჭუნა ზუგდიდიდან, ხვიჩა კვარაცხელიას გულმხურვალე ქომაგი, როგორც მისი ათასობით თანატოლი ამ ქვეყანაში. მაგრამ თანატოლებისგან იშვიათი დიაგნოზი განასხვავებს. როგორც ჩვენ ყველამ შევარქვით, ისიც დიუშენის ბავშვია. ანდრიამ 5 თვეა საფეხბურთო პოზიცია იძულებით შეიცვალა და ამიტომ ყოფილი უბნის ფორვარდი სამეგობროს გუნდს ახლა სავარძლიდან მსაჯობს. სიარულის შეწყვეტასთან ერთად ის სკოლაშიც ვეღარ დადის. გასულ კვირას წარმოუდგენელი რამ მოხდა. ილიაუნის სტუდენტებმა დიუშენის ბავშვებისთვის 1,900,000-ზე მეტი ლარი შეაგროვეს. ამ უპრეცედენტო ერთიანობამ პროპაგანდა წყობილებიდან გამოიყვანა. წამალი არ ვარგა. 40 დღიანი კამპანია სახელისუფლებო არხებზე ახალი მესიჯით გაგრძელდა. თითქოს დიუშენის დიაგნოზის მქონე 100-მდე ბავშვს სახელმწიფო აქამდეც ყველა საჭიროებას უფინანსებდა. მაშინ რატომ ზის ანდრია ნათხოვარეთლში? რატომ მიუბრუნეს უკან ელექტროეტლის მოთხოვნა, როდესაც ბავშვს ხელებში ძალა არ აქვს? რატომ არ ყავს სპეცმასწავლებელი ან პირადი ასისტენტი? რატომ ვერ გაიარა სავალდებულო კვლევა უკვე წელიწადზე მეტია? რატომ ვერ დადის 10 წლის ბიჭი მეხუთე თვეა სკოლაში? ნახეთ როგორ გამოიყურება ჩვენი დროის საქართველო ანდრიას ეტლიდან. დიუშენი რა არის ეგ არ იცის? მე მინდომ არ გვერდებ წამats. რა არის დიუშენი? შენ რა იცი? შენ გითხარით, ხო? დიუშენი რა არის იცი? ფეხზე რო არ დადის ბავშვები. ეგ არის. ზოგი ვერ სიტყვი. ექიმი რას გეუბნებათ? ექიმი? ასთან მალე დადგებიო, ზოგჯერ მე უნდა მიანაგოს. თუ წამალს მიიღებო? ო. ო, ამიტომ დადიხარ ხოლმე? ვინ არის? ჩემია. პასტება. ყობაბუდა? უთხარი მე. გამარჯობა ყობაბუდა. გამარჯოს მადარაკაც, გამარჯოს. რა ვახარჯ? კარგად. კარგად. უთხარი ახლა ტახტი ხარ, ტახტი. ბუდეს რეკო? ხო. ხო. ამა შენ სახია? არა. სადა? სამუშაოს ვადიქნება კაცო მეტი. გაგდე ხო სამუშაო, გაგდე. ვის გაჩვენება? თაბუნა. ნანა შენ სადიხარ შენ შიმპანზე? შენ ხარ შიმპანზე. როგორ ხარ ბაჭი? კარგად. სად ხარ, სახში ხარ? ო, ჩამოვალ მე მალე. კარგი. აი აბა გაკოცე ბევრი. კარგი. მე ხარ. მეც. ყველაფერი თქვი. არ ამბობ ყველაფერს, რაც იცი იმასაც არ ამბობ. აი ეს არის ჩემი ეტლი. ვინ მოგცა ეს ეტლი? საიდან გაქვს? მათხოვეს. ახლა ამ ეტლში როგორ გადაადგილდები? რა გიჭირს? ხელით. მიჭირს ხელით გადაგდინება. ხელზე ძალა არა, მაგრამ იმიტომ. ამას ძალა უნდა? ხო. ზოგჯერ ვიღლები ამაზე. და ჟე მეგობრებთან აშიმილია მიწასვლა. არ შეგიძლია? არა. რატომ არ შეგიძლია? ცუდი გზაა და ვერ მიგორავს თუ? ო, ცუდი გზა და ვერ მიგორავს. კარგი გზა რომ იყოს მაშინ? მაშინ ვატარებ. ახალი ეტლი ხომ გაჩუქეს? კი, როგორია? ელექტროა. მალე ჩამოვა. საფრანგეთიდან მიგზავნიან. როცა დაცან ხატეში როგორ უნდა მოერია? თოფიდან ან ნაჯახი. 51. გავიცევ. არ მოგწავა აბსოლუტურად მაშინ. იმა ბორბალი ამოწია. ეს. ისպես ბარბალი. ესე წამომიყვანე ხო? კი ვარო თქვენ დღალებს? კედა. თამაში შევნიშნე რომ ანუ მის მასზე უფრო პატარა თანატოლებებით ვერ დარბოდა. მითხრეს რომ ეჭვი იყო დიუშენზე. ამ დაავადების ახსნა ექიმების მხრიდან არ ყოფილა. ერთადერთი როდესაც სახლში მივედი დავგუგლე და როცა დაავადება ამომიგდო გუგლიმ თქვი რომ ეს რაღაცა საშინელებაა.
ჯიმილამაში. ჩემთვის იყო რაღაცა საშინლად დამანგრეველი, აი. ერთადერთი ვთქვით, რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ საქართველოს და წავიდეთ. 5 წლის იყო მაშინ. მოხდა ისე, რომ მართლა კეთილი ხალხის დახმარებით ჩვენს რაც შეიძლებოდა რომ ცოტა გაგვიყიდა რაღაცა თანხები დაგვეგროვებინა. ანდრია პირველ კლასში მივიყვანე და 2 თვეში უკვე ჩვენ საფრანგეთში ვიყავით. მოიწყინე? 4 თვის შემდეგ შევძელით, რომ ექიმთან კონსულტაციაზე ჩავწერილიყავით და მივედით ექიმთან. მითხრა, რომ ეს ბავშვი წაიყვანე შენს ქვეყანაში. ანუ შენს ქვეყანას აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ მიხედოს თქვენ სრულად ნორმალური ქვეყნიდან ხართ, ვისაც შეუძლია, რომ დაგაფინანსოთ, პრეპარატი შემოგიტანოთ და ჩვეულებრივად მოგხედოთ და შეგიძლიათ თქვენს ქვეყანას მოსთხოვოთ. შემოხვალ შეგნით? ჰა? კი. თუ გარეთ ვისერნოთ? გარეთ ვისერნოთ? მაშინ მე ტანსაცმელს გამოვიცვლი, კარგი? კარგი. ფაქტი შევალ და უცებ გამოვიცვლი. დავბრუნდით საქართველოში და თავიდან ფიქრობდი, რომ მე ვიყავი ამ დაავადებით მარტო, ანუ არავის არ ვიცნობდი, არ არსებობდა გუნდი, ვინც შეაფასებდა ამ ბავშვებს და დღემდე არ არსებობს ეს გუნდი, ვინც ყველა კვლევას გაატარებს და რაღაც საბოლოო შედეგს დაადებს. ყოველი 6 თვე, 3 თვე თუ არა, ყოველი 6 ან წელიწადში ერთხელ აუცილებლად ჭირდებათ მონიტორინგი. და არც ერთი ბავშვი არ გადის მონიტორინგს ისე როგორც საჭიროა. მე მაგალითად წელიწად ნახევარი არ წამიყვანია ანდრია და გული არ გადაგვიღია, იმიტომ რომ იყო ყოფითი ფინანსური პრობლემები და ვერ მოვახერხეთ. ზუგდიდში არ არის. ბავშვთა კარდიოლოგი არ არის, რომ მივიყვანოთ და გადავიღოთ. მეფრინავე. სამ. შორს. რამდენი? რა ვიცი, 11. 1 2 3 4 5 6 7 8 10 უნდა დაგიჭირო. მედი. ვერ დაგიჭირე. სკოლა რო დაიწყო, ჩვეულებრივად წავედით სკოლაში, თავის ფეხით მივიყვანე. 9 წლის იყო. 1 კვირა ვიარეთ, 1 კვირის თავზე, 1-2 შაბათ დღეს გავაღვიძე, ჩავაცვი ტანსაცმელი, რომ წამეყვანა და რომ მოვჭი ჩაცმას, ვუთხარი, რომ წამოდექი და ვეღარ ადგა. ველოდებოდი, რომ ჩაჯდებოდა, მაგრამ ესე სწრაფად მაინც ვერ ვიფიქრებდი, რომ დაჯდებოდა. ესე მოწყვეტით, უცებ დაჯდა. პირველად ეტლი, რომ შემოვიყვანე. საჟინელი შეგრძნება იყო. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემი მოსიარულე შვილი შეიძლება ერთ დღესაც ესე უმოქმედოდ დამჯდარიყო. თუმცა დაავადება ვიცოდით, რასაც უზამდა და ვაცნობიერებდით, მაგრამ ძალიან რთული იყო, მიუხედავად ამ ყველაფრისა, იყო ძალიან რთული. კიდე ცადოთ? ამიწე. კოჩა, ხმა ცოტა მეტი ამიწე ხა. მოდი, ცოტა მეტი ამიწე. ვერა? ღამე როცა იძინებს, მაღვიძებს ხოლმე, რომ დედა ვიღალე და გადამაბრუნე მეორე მხარეს და ესე ვცდილობ, რომ არ ვატკინო რამე ისე მოხერხებულად გადავაბრუნო. ზოგჯერ იმასაც მეუბნება, რომ აი საბანი, რომელიც არის გრამები, რომ ძალიან მძიმეა და ნუღარ მაფარებ. და როგორ შეიძლება ხა სიცივეში საბანი არ დავაფარო, ისე რომ დავაწვინო. მაგრამ მისთვის ის საბნის სიმძიმეც უკვე სიმძიმეს წარმოადგენს და არ უნდა რომ ვაფარებ, ურჩევნია რომ ისე რაღაცა თხელი დავაფარო და საბანს ხოლმე მაშორებინებს. და რა თბილი გაგხილები, რა კარგია. რა თბილია. აყოჩა. ცოტა მეტი ეცადება, ცოტა მეტი რო აწევ ხელები. კიდე. ცოტა.
ოპა. კიდევა. ოპა. აი. ოჩახ. Bounce. Leon. ჩამეჭიდება, ჩამეხოდა, მიდი. ჩამეხოდა. ლა, ადელი. ჯები მაგარი ბიჭი. რა არის? დაგეღალაში მხელები, ხო? კარგი. დავისვენებ და საჭმელისაც გაჭმევ, კარგი? კი, ნათხოვარი ეტლია. ანუ რო ვთქვით, რომ ეტლი არ ყავდა, ჩვენი ახლობელი გოგოა, ფიზიოთერაპევტი. მან თავის პაციენტებში გაიკითხა, იქნება ვინმეს ქონოდა ეტლი და დაგვირეკა, რომ ერთ-ერთმა პაციენტმა მოიყვანა ეტლი, რომელიც არ ჭირდებოდა და შეიძლება ანდრიას დროებით გამოადგეს. წამოვიყვანეთ ეტლი. ვერ გავაგებინეთ, რომ ჩვენ არ გვარგია მექანიკური ეტლი. 15 წლამდე არ ეკუთვნით ელექტროეტლი. ანუ მე მაგალითად ფიზიკურად ვერ დამყავს ანდრია სკოლაში. მოვითხოვე სპეცმასწავლებელი, მითხრეს, რომ გონებრივად ჯანსაღია და სპეცმასწავლებელს ვერ გამოუყოფდნენ, ჭირდებოდა დამხმარე. მივმართე ისევ ექიმს ასიფორმა რო დაეწერა და დამხმარე ვინმე რო გამოიყოთ ანდრიასთვის, ვინც სკოლაში მიხედავდა ანდრიას და ვარ ჩამიბარა სოციალურმა, უკან მომიგდო და წამოვიღე სახლში. Შემოგვიყვარს ხო? ახსნა განმარტებაც არ მომწეს. ერთი ჩაიბარეს ეტლზე და მეორე მოთხოვნა რომ სადაც ეწერა რომ ბავშვს ჭირდება ასისტენტი, მომიბრუნეს უკან. ეს არის სრული აბსურდი. როგორ შეიძლება რომ სხვადასხვა საჭიროებაზე ერთ დღეს არ შეიძლებოდა განცხადების შეტანა. იძულებული გავხდი კერძო მასწავლებელი ამეყვანა და კერძო მასწავლებელთან დამყავს. ანდრიას პენსია არის 495 ლარი. დასაცილოა უბრალოდ. აი კვებასაც კი ვერ ვახერხებთ მაქსიმუმ 1 კვირა. ნორმალური კვება რომ მივცე ანდრიას ამ ხელფასით, ამ თავისი პენსიით. მოდი და. დამძიმდა ეს ბავშვი, იმდენი ჭამა. ავიღოთ სიმსივნე, ავიღოთ ლეიკემია. 100%-იანი გარანტია იმისი, რომ დავიწყებთ ქიმიოთერაპიას და განვიკურნებით. გვაქვს და რატომ არ შეიძლება რომ ჩვენ შვილებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ, როდესაც ვიცით რომ არსებობს პრეპარატი. კარგად ხალხი. პირველი კურსორთა დაწერე ხმა შეხედე და კვარაცხელია. ეგრევე პირველია. ეგრე. მეორე გოლი. ეს მომწონს ეს გოლი მომწონს ძალიან. მიყვარს ეს გოლი. პირიქით. ხუჭა დარნა გოლ. გოლი ეგრე. ასე გოლი გავიდანე სულ პროცესში. ხო, ბიჭო. აიღებს კვარა ოქროს ფულს. კი. საიდან იცი? ვიცი. ბევრ გოლებში და როგორ არ მიიღებს. რონალდო პირველზე გოლებს გატანის. 1000 გოლია გადადონი. ცოტა აკლია კი. კვარაცხელია. კვარა მომბრუნა ფინდი, პასი, დარტყმა. გოლა. პასი მითა და გოლ. ეს გოლი მაქსიმუმს. ეს ვიცი. ასე რა გეტყვს, ოპ. ეს ის რას ნიშნავს? ეს ნიშნავს საქართველოს. საქართველოს დროშა. გოლი. იცის კვარა მაგ ბავშვები რომ იბრძვით წამლისთვის? მგონი არა. რომ იცოდეს? რომ იცოდეს, კაი იქნება. რით იქნებოდა კარგი? რომ წამალი მიეცით ბავშვს რო თქვას. რომ თქვას რა შეიცვლება? რა შეიძლება და ყველა დავდგებით. რას ეთყოდი კვარას? დაგვეხმაროს.
როცა წავაგეთ საქართველოს პიროდი. პესეზემ რო წავაგო, მე ის ხო იცი ამერიკის ფინალი. მე პიროდი. მართლა. გადუცი მეწყობილი არ აქვს. Yes. Agnishaus. Tonian. Kini. Tawita darma. Gol. Egres gol maxsus. Ke apa? Hafi darma pasi. Tegle. ეხლა დამიჯგავა. Utali barak. Raz. საერთოდ რა დამაძნე? Bicho, მომარტყავდა. რა მოგარტყი ბიჭო? ესე მომარტყე. რა მოგარტყი? აი ეს. ერთი. ორი. გადადიაკით. ეხლა 3 მარტს რო გარდაგვეცვალა ერთ-ერთი დიუშენელი, რო გავიგე რო ათუკი გარდაიცვალა, ცოტა ხმამაღლა მომივიდა ემოციის გამოხატვა. და ეს იყო ერთადერთი რო ანდრიამ მაშინ იტირა. აი და მას მერე უკვე საერთოდ შევწყვიტეთ ყველაფერზე საუბარი. ისიც თქვა რომ შევძლებ რომ გავიარო აწივის სწავლის სიარულს, მერე ხო შეიძლება რომ იცეკოს და მსგავსი ბევრი კითხვა აწუხებს. საერთოდ არ იყო პრეპარატზე საუბარი, ხო შეიძლებოდა რომ ეს მინიმალური მაინც გაეკეთებინათ და მოეგვარებინათ. ასეთი ბავშვებისთვის ამწე ყოფილიყო, რომ გადაადგილებაში დახმარებოდა მშობელს. კარგი, ანდრია არის ჯერჯერობით 11 წლის და ჯერ კიდევ ვერევი რომ წამოვწიო ხელში ავიყვანო, მაგრამ 15-17 წლის ბავშვი როგორ უნდა აიყვანო ხელში? ელემენტარული რაღაცა ბავშვის საპირფარეშოში ხო უნდა გადაიყვანო, ხო უნდა დაბანო. აი როგორ შეიძლება, აი როგორ წარმოუდგენია ჯანდაცვის მინისტრს 15-17 წლის ბავშვების ხელში აყვანა და მისი ხელით გადაყვანა. ესენი ხო არ არის ისეთი მოთხოვნები, რომლებიც აი მილიონებზე და მილიარდებზეა დამოკიდებული, ხო? ეს ხო ელემენტარულია. ორი, სამი. პასი! რაპატავიდეთ მეგობრებო! ჩვენი დისკოტეკა! ნახე! ორი წელი ვეცადეთ ბატონ მინისტრთან კომუნიკაციას. ერთადერთი პასუხი იყო მაგიდაზე ხელის რტყმით, რომ თქვენ რომ ეს დაავადება დაგიფინანსოთ, დანარჩენი იშვიათი დაავადებებიც მომადგებიან. რაჭი პასი მომე! ბიჭო, ანდრია მიხება იმენა თონეა. ეს სიტყვა წამოვიდა ზუსტად მინისტრთან შეხვედრის ბოლო დღეს, როდესაც დაისვა კითხვა, შენი შვილი რომ იყოს, რას გააკეთებდი? და პასუხი იყო ასეთი, ჩემ შვილს ღმერთმა დაუფაროს. ანუ ჩვენი შვილები დაიხოცოს? ვაჰა დედა. გიჯკო. საკეთე ეს? ბატონი პრემიერის შვილს მსგავსი დაავადება რომ მჭირდეს, ის ამ თანხებზე აბსოლუტურად არ იფიქრებდა. არ იფიქრებდა იმ მოქალაქეების ჯიბეებზე, ვისგანაც ეს ექნებოდა ამოსაღები. არ იფიქრებდა იმ ციფრებზე, რა ციფრებსაც ზოგადად ასახელებს დღეს. არც იმ მაფიაზე და კორუფციაზე იფიქრებდა, რომელი კომპანია შემოუტანდა მას ამ წამალს. დარწმუნებული ვარ, რომ იგი თავის შვილს აიყვანდა და სპეციალურად გადააფრენდა იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლებოდა რომ მიეღო ეს წამალი. პირდაპირაც კი იყიდიდა და გაუკეთებდა თავის შვილს. მე ბავშვს უკვე ეს დაავადება, რომ ტელეფონში ყველგან ეს არის გავრცელებული. ხო. ანდრიას როგორ სჭირდება ის წამალი, მას სჭირდება სხვებსაც. და არა მარტო ანდრიას. დაგინებით ვითხავთ, რომ მისცემ ბავშვებს წამალი. კიდე? ისინი სხვა რაღაცეებზე ფულს ხარჯავენ, მაგრამ არ უნდათ რომ წამალზე დახარჯონ ფული. ნიკო, წამალი მისცენ. და გაიაროს. და ბიჭებს სრული გვაქვს, რომ ერთად ვითამაშოთ ფეხბურთი დიდ სტადიონზე. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება, უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება, უფრო მალე მისცემენ ანდრიას იმ დიუშენის წამალს. და ეთქებდო.
ბევრი ხალხია ხოლმე თბილისში. კი, ძალიან. რატომ ჩადიხართ თბილისში შენ და იმიტომ რომ წამალის გამო. ეს შენი შვილი რო იყო სამარყვარი ვარ წამდი. წამალი გვინდა. შენი შვილი რა მიყავს? შენი შვილი რა მიყავს? წამალი ბავშვი! იეთი ბავშვი, წამალი! არე! ჩვენი შვილები! შენი მომავალია! კომუნალურებს ვიხდით, როგორც მოქალაქე. ყველა კომუნალურს ვიხდი. საპატრულო ჯარიმებს ვიხდით, მოქალაქეები. საპენსიო დანაზოგებს ვიხდით, მოქალაქეები. ხელფასებიდან საშემოსავლოებს ვიხდით, მოქალაქეები. ფაქტიურად ბიუჯეტი ცხოვრობს მოქალაქეების ხარჯზე. და მე როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც ჩემი ვალდებულება გამაჩნია სახელმწიფოს წინაშე და ყველა ამ ვალდებულებას ვასრულებ. სახელმწიფო რატომ არ უნდა იყოს ვალდებული, რომ შეასრულოს ჩემი მოთხოვნა. შვილის სიკვდილი ხო საშინელება, მაგრამ ჩვენ ყოველ დღე გვიწევს სიკვდილის ვალებში ჩავყედოთ. და ამასთან ერთად ცხოვრება არის საშინელება. უკვე შეში მიპყრობს, რომ აი რაც უფრო წლები გადის, რომ აი უახლოვდებით იმ ნაბიჯებს, რომ შეიძლება ფატალურად დავასრულოთ სიცოცხლე. ბრძოლას არანაირად არ შევწყვიტავთ. არც მე და არც ერთი მშობელი. ყველანი იქ ვიდგებით იქამდე სანამ პრეპარატს არ მივიღებთ. ბავშვებს წამალი მიეცით. მალე. ბავშვებს წამალი მიეცით. მალე. ჩვენი შვილების სიცოცხლეს სასწორზე ვერ დავდებთ. და ჩვენი შვილების განაჩენს ხელს არასდროს არ მოვაწერთ. ჩვენ შვილებს აქვს უფლება, რომ იცოცხლონ ამ ქვეყანაში. და თუ ჩვენ ამ ბრძოლაში დავმარცხდებით, ეს ყველა თაობისთვის იქნება განაჩენი. რა ჩემი წაყლები. წავედი დიუსტრაპა. ახლა მოაბრუნე. წავედი. ანდრიას დედამ საჯაროდ მიიწვია იმედი და რუსთავი ორი თავისთან ზუგდიდში, რომ საკუთარი თვალით ეჩვენებინა, რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო მისი შვილის ელემენტარულ საჭიროებებს. რა სირთულეების წინაშე ცხოვრობენ სინამდვილეში ეს ადამიანები. სამთავრობო არხებიდან არც ერთი არ გამოხმაურებია. სამაგიეროდ გამოეხმაურდნენ ანდრიას სკოლიდან და მხოლოდ მისი საჯარო განცხადებების შემდეგ შინ მისვლით პედაგოგი დაუნიშნეს. სექტემბრიდან კი სკოლის ადაპტაციასაც დაპირდნენ. ნამდვილად პოზიტიური სიგნალია, მაგრამ გაუგებარია, რატომ დასჭირდებოდეს ამას რეპორტაჟები, ვრცელი პოსტები, დემონსტრაციები და 40 დღიანი ღამის თენება. კანცელარიასთან დღეს დიუშენის ბავშვების მშობლები 41 ღამეს გაათევენ ქუჩაში და ჩვენც უფლება არ გვაქვს ისინი ამ ბრძოლაში მივატოვოთ. წამალი ბავშვებს. ჩვენ რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე, რომელიც თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ შეურყევლად ანგრევს ჩვენ საზოგადოებას. შეიძლება ითქვას თაობებს. ეს არის ნარკომანია საქართველოში, პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სამედიცინო თუ სამართლებრივ ჩარჩოებს და ნამდვილ სოციალურ კატასტროფად იქცა. კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში დასრული მოსახლეობის 2%-ზე მეტი ნარკოტიკის ინექციური მომხმარებელია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და საგანგაშო მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში. ამ მონაცემების უკან
დგას კონკრეტული ადამიანური ტრაგედია, განადგურებული ოჯახი და დაკარგული სიცოცხლე. დღეს ჩვენ მორალისტობას არ ვაპირებთ, ჩვენი მიზანია ცივი გონებით შევხედოთ სისტემას, რომელიც ვერ მუშაობს და დღეს ჩვენი სტუმრები არიან გიორგი გალატოზიშვილი, ზიანის შემცირების ადვოკატირების სპეციალისტი, ზურა სიხარულიძე, ექიმი, ნარკოლოგი, ფედერალისტები, სათემო ორგანიზაცია მანდალა და შემოგვიერთდება იმედია ხელმძღვანელი თემურ ეხვიაშვილი და სანდრო კაკულია პოდკასტი გაბედეს ავტორი და წამყვანი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ამ ძალიან მძიმე თემაზე. ზურა, მე თქვენი ციტატით მინდა დავიწყო, თუმცა შემდეგ კითხვაზეც გადავალ. ყოველი ნაბიჯი, რომელიც გადადგეს, ხელს უწყობს სასაკლაოს, რომელსაც ჩვენს თვალწინ ამდენი ადამიანი ეწირება. კონკრეტულად რა ნაბიჯებს გულისხმობთ, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ 2007 წელს მიღებული ძალიან მძიმე კანონიდან, რომელიც ეხებოდა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ასევე ქვია პირდაპირ კანონს, 2025 წელს კანონში ცვლილებები, რომელიც შევიდა 1 ივნისიდან, კიდევ უფრო დაამძიმა ეს კანონი და მე მახსოვს ყველა პროფესიონალის ძალიან ძიმე შეფასებები და აბსოლუტურად ისეთი უარყოფითი დამოკიდებულება შესული ცვლილებების გამო, რომელიც ეხლა მინდა პირველ რიგში და მოკლედ გავიაროთ, რას ნიშნავს ეს დამძიმებული კანონები და რატომ არ იცვლება სტატისტიკა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, თქვა სასამართლო და შემდეგ უკვე დაპატიმრებულ ადამიანებს, რომ შევეხოთ ნარკომომხმარებლებს, რაც ალბათ განასხვავებს დანაშაულების თემა, ეს მე უკვე გიორგისთან მინდა მაგ თემაზე გადავიდე, რატომ არ იცვლება და პირიქით რატომ იზრდება სტატისტიკა მიუხედავად ამდენი გამკაცრებული ცვლილებებისა კანონში? იმიტომ რომ ვერ ხვდებიან, რომ რაც უფრო მეტად ამკაცრებენ, მით უფრო მეტი პრობლემები იქნება ამ ქვეყანაში და გონევრული გადაწყვეტილება არასოდეს არ იყო მიღებული. ეხლა 2005 წელს თუ ავიღებთ და 7 წელს კანონს, რომელმაც მართლა ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა და დღეს ჩვენ ამ შედეგებს ვიმტით. ესენი უფრო შორს წავიდნენ, რა თქმა უნდა, და უარესი გამოიგონეს, ანუ ნებისმიერი კანონის ცვლილება ამ ქვეყანაში იწვევს კუსტარული ნარკოტიკის გაჩენას, მძიმე ნარკოტიკების გაჩენას, ზედოზირების რიცხვის მომატებას, ინფექციური დაავადებების ზრდას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვერ მიხვდა ეს ხალხი, რომ თუ მოთხოვნა არ შემცირდა, იწოდება ყოველთვის იქნება. ნარკობაზარი თავის პირობებს. არა, ის შავი ბაზარი ისეთი მოქნილია, რომ რაც შენ არ უნდა შეცვალო, ხო? და არ გამოიყენო ის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც დღეს მსოფლიოს აქვს, როგორიც არის ზიანის შემცირება, მკურნალობა, რეაბილიტაცია, პრევენცია, რასაც ესენი დეკლარირებენ, რომ ვითომ აქვთ, მაგრამ რო კითხო რა არის ზიანის შემცირება, ისეთ სისულელეს გეტყვიან, რომ უბრალოდ მართლა სირცხვილია. ისე ამასობაში მინდა კითხოთ, იყო თუ არა თქვა რაღაცა კონსულტაციები? არანაირი კონსულტაციები არავის არ შეხვედრიან, აბსოლუტურად არც ერთ სპეციალისტს არ შეხვედრიან, არც ერთი იურისტი, ვინც კი ამ კანონმდებლობაზე მუშაობს და უამრავი არის ამ ქვეყანაში, არც ერთ ნარკოლოგს, არც ერთ ფსიქიატრს არავის არ შეხვედრიან. ესე მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ შეხვდნენ რუსებს. პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ ის რაც დღეს ხდება, ის არის სუფთა რუსული ნარკოპოლიტიკა, რაც ხდება რუსეთში. ეს არის სავალდებულო მკურნალობა, ეს არის ეს ყველაფერზე დაჭერა, ეს არის რომ აბსოლუტურად უკონტროლოა დღეს რუსეთში ინფექცია, ანუ 20%-ს გადააჭარბა პრევალენტობა მაივის. 20% ეს არის არა, პირდაპირ შეგვიძლია დაუკავშიროთ, იმიტომ რომ სხვა ახსნა ამას არ აქვს, იმიტომ რომ საქართველოში მე დღეს არ მიმაჩნია არც ერთი სპეციალისტი, რომელიც ამას ამართლებს.
არიან რა თქმა უნდა ადამიანები ვინც იძულებულები არიან რომ იმუშაონ ამ სფეროში იმიტომ რომ აიძულებენ ეხლა მე უბრალოდ არ ვიცი რატო უქმნიან ამ ადამიანებს ესეთ ასე ვთქვათ პირობებს რომ აი ესეთი საშინელებები აკეთონ და პლუს ამის გარდა გამოაცხადეს რომ მზიანი შემცირება ეს არის ლეგალური ნარკომანია აი პირდაპირ თქვეს რასაც ამბობს რუსეთის ნარკოლოგები რუსეთის თავარი ნარკოლოგი ამბობს რომ ჩანაცვლებით თერაპია არის ლეგალური ნარკომანია ამას ამბობს ეგრეთ წოდებული პრემიერი ამას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი აი რაზე უნდა ვილაპარაკოთ აი რა უნდა ვთქვათ და რაზე უნდა ვილაპარაკოთ როცა აი ესეთი ნარატივი მოდის ხო ნარატივი არის ის უკაცრავად ნინო უბრალოდ არ შემიძლია ამაზე არ ვილაპარაკო იმიტომ რომ კატასტროფა დღეს თუ ჩვენ არ შევცვალეთ ის რაც ხდება დღეს ქუჩაში და მართლა 90-იან წლები გვაქვს ყველას მე და შენც გამოვლილი არ ბავშვები მე ბიჭები ასეთი ნარკოსცენა მე არ მახსოვს ესეთი კატასტროფული რაოდენობა ნარკოტიკის უკონტროლო სრულიად უკონტროლო ესეთი ასორტიმენტი ნარკოტიკის აი ახლა შეგვიძლია ზუსტად 10 წუთში ვიყიდოთ ნარკოტიკი ნებისმიერ და დეფიციტი ბაზარზე არ არის არც ერთი ნარკოტიკის მომართვიანობა კლინიკებში არ არის ფაქტიურად კლინიკები არის აი თითქმის ნახევრად ცარიელი მინდა გითხრათ იმიტომ რომ ნარკოტიკი არის ძალიან ბევრი ქვეყანაში და სხვადასხვანაირი და პლუს ამას გარდა ჩვენ დაგვემატა ერთი ყველაზე დიდი უბედურება რაც არ იყო 90-იან წლებში არ იყო 2000-იან წლებში ეს არის მომხმარებელი ეს არის სრულიად გაუთვითცნობიერებელი ახალგაზრდა ბავშვები 13-დან 30 წლამდე რომლებიც აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არიან დამოკიდებულებასთან ამ დაავადებასთან ეს არის მომხმარებელი რომელიც სრულიად დაუცველია დღეს იმიტომ რომ ის მოიხმარს დარკნეტში გაყიდულ ნარკოტიკს რომელიც არის აბსოლუტურად კუსტარული შიგნით გარეული ოპიატი რომელიც იწვევს ზედოზირებას და სიკვდილს ჩვენ დღეს ვერ მივახციეთ იმას რომ გავიგოთ რამდენი ზედოზირებაა რამდენი ადამიანი მოხდა ინფექციურ ინტოქსიკაციას რა თქმა უნდა არსებობს როგორ შეიძლება არ არსებობდეს არსებობს შარშან წინ მე მგონი გომელაურს პირველად წამოწდა რომ 40 ზედოზირება იყო ეს იყო 1% იმისი რაც ხდებოდა ანუ თქვენს რომ 40 დადასტურებული ზედოზირება იყო ჩვენი ქვეყნისთვის ეს კატასტროფაა რა თქმა უნდა და როცა 2% გაქვს პრევალენტობა ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებლის და შენ რაღაცა 25 ადგილიანი სავალდებულო მკურნალობის 7 მილიონს გამოყოფ არაფერში აბსოლუტურად ციხეში ციხია იგივე აბსოლუტურად არაფერი იქ არ კეთდება არც მედიკამენტოზური მკურნალობა არც ფსიქოლოგიური დახმარება არაფერი არ კეთდება და ეხა ქუთაისში ხსნიან 160 ადგილიანს მე ვერ წარმომიდგენია უბრალოდ აი რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ აქ არის პოლიტიკა მიმართული იმისაკენ არ ვიცი რისკენ აი რა შედეგს ელოდებიან გითხრან რომ აგრები არიან კაც ვიქნებ ჩვენ არ ვიცით ხო მაგრამ ამ კანონში რაც არის თქვათ ჩადებული ეს მუხლები აბსოლუტურად რაც გადავიკითხე ხო ამას თავისი განსაზღვრებები ხო უნდა კონდეს ან თქვათ აღსრულების რა მექანიზმებზეა ლაპარაკი იგივე თქვათ სავალდებულო მკურნალობა როგორ უნდა განხორციელდეს აი რა როგორ წარმოგვიდგენთ პროტოკოლი არ არის ნინო არ დაწერილა დღეს გაიდლაინი არ არის როგორ შეიძლება ადამიანი იწვეს კლინიკაში 6 თვე და არ იყოს გაიდლაინი აი ეს არის ერთ-ერთი არ არის ნუ არ არის გაიდლაინი დადო პროტოკოლი რას უკეთებენ ამ ხალხს 6 თვის მანძილზე არა და გიორგი დეკრიმინალიზაციაზე ვაპარაკობდით მე მახსოვს 10-15 წლის წინაც კი იყო ამაზე საუბარი რომ დეკრიმინალიზაცია ანუ ნარკოტიკის მომხმარებელი და ვთქვათ გამსაღებელი უნდა კაცრად გამიჯნულიყო იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებებია ხო მართალია კი შეიძლება ვიღაცა შემეკამათოს და მითხრას რომ ძალიან რთულია ჩვენი ერთ დღეს შეიძლება მომხმარებელი გამსაღებელიც აღმოჩნდეს გარკვეული მიზეზების გამო მაგრამ როგორი ნარკოპოლიტიკა დღეს რასაც ჩვენ ვაკვირდებით ახლა ეს არის დასჯაზე ორიენტირებული და ვთქვათ იგივე საპროცესო შეთანხმებები აქ მთელი თემები შემოდის ისეთი რაც ბევრ ძალიან ცუდ რაღაცას გვაფიქრებინებს მაგრამ მე მინდა პროფესიონალის აზრი ამასთან დაკავშირებით რას ვაკვირდებით დღეს ჩვენ როგორია ეს
ნარკოპოლიტიკა ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული თუ დასჯაზე ორიენტირებული? მადლობა თემისთვის, მადლობა მოწვევისთვის და პირველ რიგში გიპასუხებთ, რომ ჩემთვის ეს ხანდახან რიტორიკული კითხვა, იმიტომ პასუხი თავისთავად არის, ერთადერთი გადატეხის წერტილი, როდესაც იყო, ეს იყო 2018 წელი, როდესაც რეალური შანსი იყო, რომ ნარკოპოლიტიკა გამხდარიყო ჰუმანური, ადამიანური და ადამიანზე, მოხმარებელზე ორიენტირებული და არა მხოლოდ, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე, იმიტომ უნდა გვესმოდეს, რომ თუ შევძლებთ კონტროლს კონკრეტულად ნარკოტიკების მოხმარების, ჩვენ მათ შორის შევამცირებთ ზიანს, რომელიც ადგება მთლიანად საზოგადოებას და ქვეყანას. ნარკოპოლიტიკა არის უკიდურესად რეპრესიული საქართველოში და ემსახურება მხოლოდ ორ რამეს. ერთი ეს არის კონტროლი თვითონ მოხმარებლების ამ შემთხვევაში და მეორე ეს არის ბუნებრივია უკვე კონკრეტული ინტერესების დაცვა, რომელიც ამას ემსახურება და ეს ჩაათვალნათლივ, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ არაერთხელ ყოფილა, როდესაც ნარკოტიკების გასაღების მუხლით დაკავებულან თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ან ყოფილი თანამშრომლები. მე ამას არაერთხელ მithქვავს, ხშირად ვიძახი, თავისთავად ამხელა ნარკობრუნვა შავ ბაზარ დავარქვით ამათ მთლიანობაში ქვეყანაში ეს მოცულობა შეუძლებელია ტრიალებდეს კონკრეტული ზედამხედველობის გარეშე და კონტროლის გარეშე. ეს არის ორჯერორი 4-იან. ეს ადამიანები არასოდეს არ ხვდებიან შემდეგ არც საპატიმროებში და ეს ყველაფერი რატომაც მე წდება ჯოხი თავისთავად ცხადია მხოლოდ მომხმარებლებზე. აი ხა საპატიმროს რაც ეხება, მოდით ესე ვთქვათ, რომ ლაპარაკობთ ჩვენ ყველანი, ვინც ვარ დაინტერესებული მხარეები იმაში, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს ადამიანური, ჰუმანური და ჯანდაცვის სფეროში გადავიდეს კრიმინალური სფეროდან, ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას, რომელიც წლებია უკვე და ვხედავთ ერთ რამეს, ერთ კონკრეტულ კანონზომიერებას, რომ არც ერთი ხელისუფლება არ არის ორიენტირებული ჯანდაცვაზე და საზოგადოების გაჯანსაღებაზე, მათ შორის მოხმარებლების. იმიტომ ჩვენ ვხედავთ დახურულ წრეს. მოხმარებელი, რომელიც დღესდღეობით ვერც სერვისებით სარგებლობს, უკვე რაც იყო ისიც მოსპეს. თუ დააკავეს ნარკოტესტირებაზე იძულებითი წესითო გადაიყვანენ, რომელიც ადრე კონსტიტუციურად იყო ამ შემთხვევაში აღიარებული, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას უდრიდა და ამდენად მაგალითად იგივე მარიხუანასთან მიმართებაში, როდესაც შეიცვალა კანონმდებლობა, ზუსტად ამით ხელმძღვანელობდნენ. დღეს მიყავთ ნარკოტესტირებაზე იძულებითი წესით, უფრო მეტიც თუ შენით არ წახვალ ამ შემთხვევაში შეიძლება დაგაჯარიმო და მე უკვე 60 დღე პატიმრობაში გაგათავსონ და გარდა ამისა დაუშვათ ციხეში ჩახსვეს. ადრეს და ახლა საერთოდ აღარ არის, ადრე იყო 17 დაწესებულები და საჯარიმოების დეპარტამენტის 17 დაწესებულები და მეტადონის პროგრამა, ჩანაცვლებით თერაპიის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 2-ში. და ბუნებრივია ხელმისაწვდომობა ზღუდავს ძალიან, მაგრამ ისიც ზურამ დამემოწმება, იმიტომ რომ მასზე კარგად ეს თემა არავინ არ იცის. იქაც კი, როდესაც მოხმარებელს, პატიმარ მოხმარებელს თავაზობდნენ მეტადონის პროგრამას, ეს იყო მხოლოდ ხანმოკლე პროგრამა. ეს არ იყო გრძელვადიანი, რომელიც ცოტა შეიცვალა და ცოტათი ზურა, მაგრამ კარდინალურად იგრძელოთ არ შეცვლა. ციხეში რომ ჩასხავდნენ ამ მოხმარებლებს, სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ გამოსვლისთანავე, გამოსვლის დღიდან 11 თვის განმავლობაში თითქმის 100% მოხმარებელს უბრუნდებოდა. და სად არის მაშინ ეს კონკრეტულად მეცნიერულ დასკვნებზე, მეცნიერულ მტკიცებულებაზე დაფუძნებული სახელმწიფო და პოლიტიკა, რომელიც უნდა ხედავდეთ, რომელიც ორიენტირებული არის ზუსტად მოხმარების შემცირებაზე. არა გვაქვს. ამიტომ არც ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამები და ცენტრები გვაქვს სახელმწიფო, არც პროგრამები, არც კონკრეტული პროგრამები, რომელიც არის ორიენტირებული პრევენციაზე, იმიტომ რომ ხედავთ, რომ პრევენციული პროგრამები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით სკოლებში განხორციელდა, მე როგორც მახსოვს 1%-მა მიიღო მხოლოდ მონაწილეობა სკოლის მოწაფეების. ისიც არასწორად, იმიტომ რომ მანდატურები ჩართვეს, სადაც პირდაპირ ეწერა სტრატეგიაში, საქართველოს ეროვნულ სტრატეგია არსებობს. ზოგადად, რომელიც უკაცრავად გეორგი, ანუ ჩვენ მივიღეთ ეროვნული სტრატეგია, სადაც წერია 2030 წლამდე რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში. არც ერთი პუნქტი იქიდან არ შესრულებულა და პრევენციასთან დაკავშირებით პირდაპირ წერია, რომ მანდატურის, პოლიციელის ესეთ პროგრამაში ჩართვა არ შეიძლება. რაღაცა განახორციელეს ესეთი კამპანიური ხასიათი სკოლებში, კაცმა არ იცის რა გააკეთეს და რა
კამპანია იყო. არც ერთი სპეციალისტი არ არის ჩართული ნინო, არავინ საერთოდ ვისთვის ვართ 35 წელი ამ დარგში ადამიანები არ გვეკითხებიან საერთოდ არ გვეძახიან, არ გველაპარაკებიან. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ზოგადად საერთოდ ყველაფერი რაც ეხლა ბოლოს 5 წელიწადია ხდება, აქამდე რაღაცას აი მივჩანჩალებდით, რაღაცას ვაკეთებდით, სულ ქონდა იმის იმედი, რომ რაღაცა შეიცვლებოდა, რაღაცა ეხლა 5 თუ 4 წელიწადია, იმაზე უარესია, რაც 2005 წელს ხდებოდა. იმაზე უარესი ნარკოპოლიტიკაა, რაც ხდებოდა 2005 წელს. მაშინ უბრალოდ აი მე მინდა კითხვა დავსვა 1885 გამსაღებელი დაიჭირეს. რამდენს მიესაჯა უვადო პატიმრობა. ვითხრან 1800 კაც ამბობს ჯანიმის შინაგან საქმეთა სამინისტრო. აი რამდენ ადამიანს მიესაჯა 20 წლიანი და უვადო პატიმრობა გასაღებაზე. ვითხრან ეს სტატისტიკა რატო არ გვეუბნებიან? იმიტომ რომ 90% საპროცესო გარიგებით გამოდის. და ეს თანხმობის ბიუჯეტში გასაგებია. ხო. და პლუს მთელი ციხეები არის სავსე ნარკოტიკის მომხმარებლებით, ექიმები, რომლებიც შედიან ერთ შესვლაზე 40-45 კონსულტაცია აქვს, მარტო ნარკოტიკის მომხმარებლებზეა ლაპარაკი. არანაირი გასაღებაზე იქ არ არის ნინო ლაპარაკი. გასაგებია. სანდრო, შენ გაბედე და დაიწყე ლაპარაკი ხმამაღლა იმაზე, რაც იყო ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის პრობლემა, მათ შორის შენიც და ეს ძალიან მისასალმებელია. მე ვთვლი, რომ ეს ღიაობა და გახსნილობა და თავისუფლად ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს ბისკს მიუხედავად იმ საშინელი კანონებისა, რაც ახლა ჩვენ ადამიანებმა აქ ლაპარაკეს პროფესიონალებმა. იცი რა მაინტერესებს? ეს არის მთელი ცხოვრების ბრძოლა, როგორც ამბობენ ადამიანები. შეიძლება, მაგრამ გადაწყვეტილებას პირველ რიგში იღებს მომხმარებელი, თავის დაწყადი. არსებობს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან აი მზაობა ან ადამიანისგან თქვათ აი რაღაც სურვილი იმისა, რომ აი მივიდეს, მოითხოვოს რაღაცა სერვისები, რომელიც მას ეკუთვნის და ამის გარეშე ეს უბრალოდ ვერ გადალახავს ამ პრობლემას, ხო? არსებობს ეს სერვისები, იგივე ფსიქოსოციალური დახმარება იქნება ეს თუ ადამიანები, რომლებიც ჩაერთვებიან შენთან ერთად ამ ბრძოლაში, რომ მარტო ბრძოლაში ადამიანი გამორიცხულია, ძალიან რთულია. ხო. ბევრ საკითხს შეეხეთ. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ეს თემა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი პატარა ისა რა ქვია, კომენტარი თავში ახსენე ნარკომანია და ვცდილობთ რომ ეს სიტყვა არ გამოვიყენო, ძალიან მასტიგმატიზირებელი. ანუ ნარკომანია არის რაღაცის შეპყრობილობა რა, ანუ ტოქსიკომანია და ბევრი წელია მოკლედ მათ შორის მედიაშიც ვცდილობთ რომ ნარკომანობა იმდენად ასოცირდება კრიმინალთა ცუდ ადამიანობასთან, აი ლოთი და ნარკომანი. ხო, როგორ რა დავამკვიდროთ მაშინ? ნივთიერებას დამოკიდებული ადამიანი ან თქვათ ნარკოტიკზე დამოკიდებული? ან მომხმარებელი? რაღაც მანიათი შეპყრობილი ხო? წამალდამოკიდებული. ეს მიდე სტიგმას არ აძლიერებს, ხო? და მე მშვიდობიანი პერიოდი რო გვექნება, მგონია რომ მედიასთანაც კარგი ტრენინგები ჩვენს მოგეხმარებით. ხო, როგორ უნდა ვიმეწყველოთ. ეხლა რაშია საქმე? აქ ძალიან ბევრი ისაუბრეს სტუმრებმა სახელმწიფო ჩართულობაზე, ხო, და იმ კანონებზე შენს როგორც ამბობ, რომელიც მიღებულია თუ არ არის მიღებული. კარგი იქნებოდა მართლა 2018 წელს ვინც იყო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში, აი იმას კითხეთ რა ხდებოდა პარლამენტის კომიტეტის ხომებს. და საბოლოო ჯამში ვინ დაადო ვეტო, რომ ეს მართლა რეგიონში და მსოფლიოში, აი პორტუგალია და შვეიცარიის მსგავსი სრულიად ახალ მოდელზე გადავდიოდით. ანუ და ჩვენ ამაზე არაერთხელ ვილაპარაკეთ გადაცემებში კი? ანუ მაყურებლისას რო იყოს მაშინ გასაგები, მოკლედ რაღაც ფრთამ დაბლოკა. ეხლა ხალხის ძალა. ხო, და ეხლა რო ხალხის ძალა. კი ბატონო. ეხლა რატო ამბობ ამას? პირდაპირ რატო ამბობ ამას?
ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც უბრალოდ აკრძალვისკენ არის მიმართული, უნდა დავინახოთ პირდაპირ კავშირი გარდაცვალებასთან. აი ეს აკრძალვა, ეს დაჭერა, ეს სტიგმის გაძლიერება, ეს დამნაშავეების სამუდამო იალიკის მიკერება არის ან ადამიანისთვის პირდაპირ გამოტანა, მე ეგრე უყურებ განაჩენის სასიკვდილო განაჩენი. ამით ბრკოლდება ის, რომ მივიდეს და აღიაროს და მე მკურნალობა ითხოვოს და ამ დაბრკოლებაში ერთხელ მოიხმას რაღაც აი საშინო ნივთიერებას დაიძინეს და არ გაიღვიძებს. და ეს ადამიანები არ ვიცი მეტი როგორ უნდა ვისაუბროთ, მეტი რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ ეს პასუხისმგებლობა ამ ადამიანებმა იგზნო. ეს ერთი მხარე, ვინც პასუხისმგებელია ზოგადად პოლიტიკას, მაგრამ პოლიტიკა არ იქმნება მხოლოდ სახელმწიფო მთავრობების მიერ რა. ანუ აქ მნიშვნელოვანია რომ ეგეთი აი როგორც დაავადების მართვა არის მულტიპროფილური საზოგადოება ჩართული. ანუ ჩვენ თუ საგანმანათლებლო და თემში არ გავიტანეთ რაღაცები, მხოლოდ სახელმწიფოს ლოდინში ძალიან ბევრ დროს დავუკარგავთ. დღეს როცა ჯერ კიდევ მომხმარებელი ადამიანი აი ამ ჩვენს პატარა კომუნებში, სოფლებში, ქალაქებში, სამეზობლოებში, სამეგობროებში მოდი არ ვთქვა, დავმალოთ, ეს ცუდი რაღაცა როგორ დაგვემართა, აი ამ ტრაულში ვიქნებით და მე ჩვენს ირგვლივ ადამიანებს ჩავქოლავთ, იმიტომ კი არა მათი არჩევანი, დამოკიდებულება და მოხმარება არავის არჩევანი არ არის. აბა კითხეთ ნებისმიერ დამოკიდებულებას, დააბრუნეთ ბავშვობაში ან პირველად მოხმარების მომენტში, თუ აირჩევ და იგივე გზას, იმიტომ რომ ეს დაავადება შენ გირჩევს, შენ არ ირჩევ ამ დაავადებას. ხო და აი ეს სახელმწიფო ხო იდეაში არის სარკე ამ საზოგადოების. მე ეგრე ვუყურებ. აბსოლუტურად. მოდი რა, სახელმწიფო თუ ეხა არ მოქმედებს, ანუ შენ სახელმწიფოსავით ნუ იმოქმედებ რა, აი რაღაც წერო ხარ რა. ამიტომ მე მგონია რომ ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა ჩვენ უნდა მოვუთხოვოთ სახელმწიფოს ოღონდ სხვადასხვა გზებით, მაგრამ ერთი მთავარი არის რომ უნდა ვაგზნობინოთ, რომ ეს საზოგადოებაც მზად არის, რომ მიიღოს დამოკიდებული ადამიანი, როგორც დაავადების მქონე პაციენტი. სხვათა შორის, როცა პრევენციაზე გიორგი ლაპარაკობს, ერთ-ერთი ამბავი არის სტიგმის დამარცხება საზოგადოებაში და ესეც სახელმწიფო საზრუნავია. მე ასე ვფიქრობ. არა, მართლაც მარსეც არ არის, ამიტომ საზოგადოება არის ძალიან აგრესიულად განწყობილი. ზოგადად დამოკიდებული ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ სახელმწიფომ შექმნა ეს ცუდი ხატი ამ ადამიანებისგან, სტერეოტიპი, რომელიც ბევრი წელია კრიმინალთან ასოცირებული. მე მახსოვს მაპატიე სანდრო ჩაგეწერი, მაპატიე და ეხლაც კი სვამენ ჟურნალისტები კითხვას კრიმინალია თუ დაავადები. ეხლაც ესეთ კითხვას სვამენ. როცა ჩვენ ნარკოტიკის მომხმარებლებზე ვლაპარაკობთ, ზოგადად ეხა ნარკომანიო არ ახსენო აბსოლუტურად მართალია და სულ ძალიან ცუდად ანუ არა მეც ხანდახან ვამბობ მორფინისაც ვამბობ ეხა ისე ლაპარაკში და მაგ ეხა არწყინთ ჩემგან და დაუშვათ რაღაცა მაგრამ შეხედე რა არის ეს სახელმწიფო ვითომ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას ანუ თავისი ასე ვთქვათ იმითი საზოგადოების დაკვეთა არის ეს რომ ესე თურმე უნდა დავსაჯოთ აი ნებისმიერი ჩემი პოსტი ან რა ვიცი პოდკასტი აიღეთ ამ თემაზე ან რაღაცა ყველგან წერია დაიჭირეთ მოკალით იმიტომ რომ საზოგადოებაც არ არის მზად იმიტომ რომ ამდენი წელიწადია ეს სახელმწიფო ებრძვის ამ ადამიანებს და იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის როცა მას ეს ჭირდება ეს ნარკოტიკი არის ერთ-ერთი პოლიტიკური იარაღი ამ სახელმწიფოს ხელში და ეს ადამიანები სამწუხაროდ და მე უამრავ ეხა გუში როცემეს პოლიციელებმა აი ესეთი ხდება პროგრამებთან ყოველ დღე ხთიან ტანსაცმელს ქუჩაში უმტრევენ კბილებს ესე შვებოდენ გორში განსაკუთრებულად შემიძლია ვთქვა რომ რამდენი პოლიციელი იყო მონაწილე ამაში არ არსებობს დღეს ჩანაცვლები თერაპიის პროგრამის სადაც არ დგას 1 3 4 ეკიპაჟი რომელიც არ იჭერს მომხმარებელს არ ურტყამს არ ცემს და არ მიათრევენ იმაზე ტესტირებაზე
თქვენ გონიათ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს ყოველ დღე ხდება პროგრამებთან, ყოველ დღე ფაქტიურად არ არსებობს, იმიტომ რომ მაგრამ ეს ხმას ვერ იღებს, იმიტომ რომ ეშინია, იმიტომ რომ საზოგადოება არა ვერასოდეს გენ ინსპექციაში ვერ ეკავენ, ეშინიათ რომ რაღაცა იქ შეიძლება უარესი გახდეს და დაიჭირონ მერე და ანუ ის რა ქვია ისა რა ყოველ დღე ხდება, ყოველ დღე პროგრამასთან დგას 3-4 ეკიპაჟი, რომელიც იჭერს ნარკოტიკის მომხმარებლებს. ეს ხდება მაშინ ჩვენ კომუნიკაციის როლი არ უნდა გამოვიწყოთ აქ, იმიტომ რომ ისაც სანდრო ამბობს, რასაც ზურაც აუბრობს და მე ვაპარაკობ აი ფრეიმი რო ავიღოთ ეგ ეწოდებული ჩარჩოს თეორია, ზუსტად ეგ არის ხო, იმიტომ ჩვენ ხედავთ როგორ იქნება უარყოფითი იმიჯი, იმიტომ რომ ეს ნარკომანი ზუსტად ეგ არის, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ვილაპარაკოთ ამალ დამოკიდებულებაზე, პირდაპირ პროპორციულად აისახება მე განწყობებზე, იმიტომ რომ ამალ დამოკიდებულების მიმართ საზოგადოების განწყობა აბსოლუტურად განსხვავებულია. უფრო ტოლერანტულია, უფრო მიდრეკილია ამაში ჩართულობა და პასუხისმგებლობა მასზე იგრძნოს, მაგრამ როგორც კი კრიმინალზე ვლაპარაკობთ, რომ ნარკომანი და დანაშაულთან ასოციაცია იქნება თავისთავად, საზოგადოება ამით გადისტაცირდება. ამიტომ გვაქვს ეს რეალობა, რომ საზოგადოება პასუხისმგებლობაზე ვერ გრძნობს და არც იგრძნობს კრიმინალებზე, პირიქით კრიმინალების მიმართ ხისტი, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს. მაგრამ როგორც კი ჩვენ საუბრობთ, რომ ეცენი არიან ადამიანები, მოხმარებლები, რომელთაც აქვთ მათ შორის ქრონიკული დაავადება, იმიტომ ნარკოტიკების მოხმარება, ამალზე ნივთიერება დამოკიდებულება ქრონიკული დაავადება, იმიტომ ელემენტარულად ხა ტვინის ანატომია იცვლება მოხმარების დროს, ხო თუ ეს არ გაითვალისწინე, თუ არ გაითვალისწინე ის რომ მოხმარება არ არის მხოლოდ სიამოვნების მომენტი, ეს არის ღრმა კონკრეტული კომპლექსებიდან, ბავშვობის ტრავმებიდან მოსული, როდესაც ადამიანი მოუშუშებელ იარას ცდილობს რომ გადაფაროს კონკრეტული ნივთიერებები. თუ შენ ეს არ გაითვალისწინე, ყოველთვის იქნება ძალიან ვიწყრო ტუნელური ხედვა ამ პრობლემისა, რომ ეს არის მხოლოდ სიამოვნებაზე და დანაშაულზე ორიენტირებული, მაგრამ ზუსტად ამაზე საუბრობთ, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკა არის განსხვავებული, იქ უნდა იყოს ჩართული სოციმუშაკები, ნარკოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლოგები, ესენი და არა ოჯახის მზაობა, გიორგის აუცილებლად ამას ხაზი უნდა ოჯახი, ნინო, ოჯახი არ დაგელაპარაკება, შენ თუ კი შენმა სტერეოტიპულად ჩამოუყალიბებ, რომ ეს მოხმარებელი შენი ოჯახის წევრი და მისთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება არის ციხეში ჯდომა, იმიტომ ეს არის ერთადერთი გზა, როდესაც შენი შვილი არ მოიხმართ ნარკოტიკულ ნივთიერებას. ვინმე გიორგი და აი შენ მინდა კითხო, ვინმესგან პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან გაგიგიათ თუ არა, რომ დღეს საქართველოში არის აი ამდენი ნარკოტიკის მომხმარებელი. ეგ უთქვია რომელიმე თანამდებობის პირს, რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ გვყავს 70,000-მდე ნარკოტიკის ინიექციური მომხმარებელი. არ ვლაპარაკობ მოწევაზე, არ ვლაპარაკობ საფთიაქო ნარკომანიაზე, რომელიმე თანამდებობის პირს. რომ როდესმე უთქვია რამდენი ქვეყანაში პირველი არის პრობლემის აღიარება. სანამ სახელმწიფო არ იწვის რომ მე ქვეყანაში მყავს ამდენი ადამიანი რომელიც არის წამალზე დამოკიდებული და აქ პრობლემები მანამდე არაფერი არ მოხდება. C ჰეპატიტის პროგრამა ისეთი ეს იმითი ჩაატარეს რომ არც ერთხელ არ უთქვიათ რომ 80% ინფიცირებული ადამიანების იყო ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებელი. პლუს ამის გარდა დღეს აი ამ აქტი პოლიტიკით 17% არის ინფიცირების. ანუ ჩავარდნილია ფაქტიურად. პლუს დაახურეს დღეს პროგრამები ზიანის შემცირების, რომლებიც აწოდებდნენ პრეპს, MSM-ებს და სექსმუშაკებს და ქვიარ ადამიანებს. არა აქვს უფლება რომ პრეპი მისცენ. პრეპი არის პრეპარატი, რომელიც ანუ თუ გააქვს არასასურველი სექსი და იცი რომ შეიძლება დაინფიცირდე, ამითი ინფიცირების რისკი მცირდება. დღეს უნდა მივიდეს სახელმწიფო დაწესებულებაში, რომელშიც არ მივა ეს ადამიანი. იმისთვის არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ეს ადამიანი ენდობოდნენ. ხვალ დაიხურება ზიანის შემცირების სპრიცების გაცვლის პროგრამები ზუსტად ორ თვეში. თემოს ორგანიზაცია მანდალა, რომელიც დღეს ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც ამხდენს ტესტირებას ნარკოტიკების, ასევე დაიხურება.
იმიტომ რომ აუგზავნენ ფუნქციონირებას. ეს ყველაფერი დაიხურება ზუსტად 2-3 თვეში და ჩვენ მივიღებთ კატასტროფას. სიკვდილს, რომელიც არც ვიცით რა სიკვდილია. დღეს არც ერთ მულტიპროფილურ საავადმყოფოში არ ტარდება ტესტირება ნარკოტიკზე, ხმა რომ გავიგოთ რა ნარკოტიკის. ჩვენ უნდა ჩართულიყავით ევროპის წინასწარი გაფრთხილების სისტემაში და აი ამ ცვლილებებმა და აი ამ ყველაფერმა ჩვენ ეს ყველაფერი აგვაცილა. რა თქმა უნდა ჩვენ ვართ კატასტროფულ მდგომარეობაში, ნინო, დარგი არის 0-ს ქვევით. გაიხსნა ისეთი კლინიკები. დღეს ისეთ რაღაცებს ვიგებთ, ვიღაცები, აი კოვიდის დროს რო გარაჟებში ხსნიდნენ, ხო? კლინიკებს, აი ესეთი კლინიკები იხსნება. ვინ არ აინტერესებს ჯანდაცვის სამინისტროს დღეს ვინ მკურნალობს ნარკომანიას? ვინ არიან საერთოდ რას აკეთებენ, რას ასმევენ? დღეს მომიტანეს ადამიანის დანიშნულება რაღაცა სახელები ეწერა, წამლებს რო გუგლებს, სერჩე, ვერც გავიგე რა, პროსტა დაარქვა და რაც ალევინებს კაცმა არ იცის. და ამ დროს Facebook-ზე აქვს რეკლამა დღეში არც ლიცენზიაც არ აქვს. სანდრო, ასეც რაზე ვილაპარაკოთ ხალხო 2008 წელს რო დადგინდა სახელმწიფო მაპატიეთ 2008 წელს რო დადგინდა მკურნალობის 1600 ლარი, დღესაც 1600 ლარი ღირს ამ რეაბილიტაციაზე საერთოდ კაპიკი არ არის გამოყოფილი. საერთოდ არ არის. სანდრო, ასეთ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენია ეს ტანდემი, თქვა სახელმწიფოს და საზოგადოების, რომელიც შეძლებს ერთად მოერიოს ამ პრობლემას და დაამარცხოს ეს. ჩემი როგორი სურვილია, აი მართლა არ ვიცი ხა ზურა გიორგი შეიძლება კი არა ძალიან ბევრი წელია ამ თემში არიან და ამ სფეროში. მე ოდნავ უფრო ცოტა ხანი, ბევრად უფრო ცოტა ხანი, რამდენიმე წელი და მოსული ვარ. აი თავიდან ბოლომდე ეხლა რაღაც ტიპის სოციალური ისეთი ცვლილებით ისეთი რაღაც გაკეთება მინდა, რომ მონაწილე სახელმწიფო იქნება არ იყოს და ვერ ველოდები რა და აი რაღაცა ეხა ბოლო პერიოდია სულ მაგაზე ვმუშაობ. ანუ მოთხოვნა რომ წავიდეს საზოგადოებისგან აქტიურად, რომ ეს უნდა გაკეთდეს. გაბედეც რა არის რა, რომ დავიწყე თიზე ჩამოსასვლელი ადამიანები იყო, ვინც ბედაოდა მოსვლას. ეხა ხალხი იქეთ მირეკავს, რომ სათქმელი მაგ და მოვალო. ეს ეხა ჩემთვის როგორ ჩვენ მოვდივართ პოსტ საბჭოთა მენტალიტეტიდან, სადაც ისევ რო განმეორდე, ანუ მომხმარებელი ადამიანი პირდაპირ დამნაშავეა რა, თითქოს აი უჩინმაჩინი უნდა იყოს. სახელმწიფო მაგიტომ არ ხედავს ამ ადამიანებს რა, რომ ისევე როგორც ჩვენ სამეგობროში, სამეზობლოში თითქოს პრობლემას ვიყურებს, ირაკლემას პოზიციას ვიკავებ და რა ვიცი, ზოგი ესე მოკვდება, ზოგი ისე რაღაცა წამლებს დავალევინებთ, 10 ჯერ წავლენ სადღაც დეტოქსზე, მაგრამ აი ეს უწყვეტობა გამოჯამრთელების, მკურნალობის უწყვეტი პროცესი, რასაც ქვია, რომ ბოლოს რეალურად უნდა მივიდეს აი ეს დაანგრეული ფიზიკურად და სულიერად თუ ემოციურად, ფსიქიკურად დაზიანებული ადამიანი აი ამ ჯაჭვში საბოლოოდ ისევ საზოგადოებას უნდა დაუბრუნდეს ჯანმრთელი. ანუ მიიღოს იმ საზოგადოება. ეს არეგახოს რომ მოფინიტი ხარ და ნარკომანი ხარ. არ უნდა ეძახოს და კრიმინალი ხარ. ეხა კიდე ერთი რაღაც უნდა ვთქვა, რომ მართლა სახელმწიფოს მაშინ როცა გამოჯამრთელება დეტოქსით არ იწყება და არ მთავრდება და რეაბილიტაცია გრძელვადიანი პროცესია და მერე რესოციალიზაცია, საქართველოში რეაბილიტაცია არ აქვს აღიარებული არც სამედიცინო სერვისად და საერთოდ არ აღიარებს რა რაღაც. ამიტომ არის რომ კერძო სექტორში არის გადასული საკმაოდ ძვირი ღირს ამის საშუალება ადამიანს. აი ეს არის ძალიან ერთ-ერთი მთავარი კითხვა. ეხლა აი მე ბოლოს უნდა ვთქვა რომ 3 წლის წინ მე მგონი ვიყავი სუსუბოოს პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის მაშინ თამარ დამოკიდებულებაზე იყო საუბარი, გემბლინგის პრობლემაზე, მაშინ ჯერ კიდე ბრიტანელები იყვნენ ჩამოსულები და იქ ითქვა სხვადასხვა იყო წარმომადგენლის იმის რა ქვია სამინისტროსი რომ ეხლა ვმუშაობთ მაგაზეო.
სადაზღვევებს პაკეტებში არ შეაქვთ. აი გეგონება, რა ვიცი, არ არსებობს რა. ანუ დაზღვეულიან მათი ოჯახის წევრი არ შეიძლება რომ დამოკიდებული იყოს. ანუ ეს პაკეტებში სადაზღვევო არ აღიარებს, სახელმწიფო არ აღიარებს. რა ვიცი, მაშინ შევა ძალიან პატარა ეს თემი, რომელსაც ჩვენ უნდა ვაღიარო და ეხა ეგრევა რაღაცა emergency რეჟიმზე გადასული, რომ კარგი ჯანდაბას, ოღონდ ეს ხალხი სადმე არ გაიფანტოს და არ მოკლეს და მოდი სადღაც აქ ვუშველოთ რა. ხო და სულ ბოლოს მინდა ვთქვა, რომ რავი, აი მაყურებელს უთხრა თუ ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან მათ ოჯახის წევრებს, რომ ან ვიღაცები, რომლებიც უყურებენ შესაძლოა იმას რა ქვია. ჩამოღე. ხო, ეს ოპერაციებს, რომ კადროერთი და იგივე. ნარკოპოლიტიკა და შედეგები, არიზომება ამოღებული ნარკოტიკით დაჭერილი ადამიანები და ციხეში გაშვებული ხალხი. წარმატებული ნარკოპოლიტიკა, იზომება გადარჩენილი ადამიანებით, გაცემული სერვისებით და გაწვდილი ხელით, რომ აი თუ გჭირდება დახმარება, დაგეხმარები რა, აი ამ ზრუნვით და სხვა არაფერი. აი სადღაცაც ამოს გადარჩენილ სიცოცხლეს ვილაპარაკოთ. თემო ხატიაშვილიც საუბრობდა ამაზე ეთერში, ზურაც არაერთხელ ვილაპარაკე და ჩვენ ნინო არაზაშვილთან ერთად გავატარეთ 2 წლის წინ ერთ-ერთი კოკეტული ჟურნალისტური მოკვლევა სიუჟეტები გადავიღეთ და ნალოქსონი ვერ ვიყიდეთ. იმიტომ რომ ნალოქსონი ამოგაგებია აფთიაქში. ზუსტად გავაკეთეთ 2 წლის წინ ჩვენ. ანუ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მოხმარებელი, მათ შორის შემთხვევითი ეპიზოდური, რომელმაც მოიხმარა კონკრეტულად ოპიოიდი. მოდი აუხსნათ საზოგადოებას რას ნიშნავს? რატომ უნდა იყოს ყველგან ნალოქსონი არის ნივთიერება, ნარკანი ნალოქსონი ხო თანამედროვე იმაში ერთადერთი ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ადამიანი ოპიოიდური დოზირების დროს. და ეს არ არის ცოტა შორის 100%-იანი გარანტია, რომ იმ მომენტში თუ მოიხმარ და გაუკეთებ ნალოქსო, თუ მეთვალყურეობის ქვეშ არ არის, ადამიანი ისევ არ დაბრუნდება უკან, თუ დოზირება მაღალია. მაგრამ ეს არის ერთადერთი ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს. ანუ ყისიერი ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ნალოქსონი ვერ იშოვო. და მაგიტო არის გიორგი, რომ არ აღიარებენ ამას ხალხო. რატო ვერ ხვდებით, რომ ყველაზე მთავარი ის არის, რომ სახელმწიფო ამ ადამიანებს თulis მეხუთე, მეათე ხარისხოვანად არ თulis რომ ესენი ადამიანები არიან. არა, შენ რო გესმის ამაშია თელი უბედურება ხალხო, რომ ამ ადამიანებს ვერ ხედავენ. თქვენ რო დღეს ნახოთ რა პირობებში არის ჩანაცვლებით თერაპია საქართველოში, შეიძლება გული გაგისკდეს, რომ აი თავ მოყვარე ადამიანი იქ როგორ დადის ქუთაისი, ნუ რადგინა გინდა ქუთაისი, გინდა ფოთი აიღე, გინდა ზუგდიდი. ხალხო, აი ადამიანის დამამცირებელი, ყველაზე დამამცირებელ პირობებში ღებულობენ ეს ადამიანები ამ თერაპიას. ისიც აი როგორ იცი, რომ დღეს შეიძლება არის, ხვალ არ არის, იმიტომ რომ არავინ არ იცის რა იქნება ხვალ. და როგორ შეხედავს, იმიტომ რომ დიდი ჩემი თუ ესე გაგძელდა, ესეც დაიხურება, დარწმუნებული ვარ იმისთვის ამზადებენ ახლა აი ამ. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ყველასთვის, თუ ესეც? არა, ნუ ხელმისაწვდომია, თუმცა კერძო პროგრამები რო დაიხურან, ნახევარი ამ ხალხის, რომელიც დადიოდა კერძო პროგრამებში, არ გადავიდა სახელმწიფოში, იმიტომ რომ დაკარგავდნენ ყველაფერს, იცოდნენ, იმიტომ რომ სახელმწიფო დღეს მაქსიმალურად ცდილობს ეს ადამიანები ყავდეს კონტროლის ქვეშ. არა აქვთ არანაირი უფლებები, დაიწყეს რომ მართვის მოწმობებს არ თმევენ ხა, იმიტომ რომ მეტადონს სვამს ამ დროს ექიმის მიერ დანიშნულია და კანონში პირდაპირ წერია რომ ექიმის მიერ და თუ არის დანიშნული და ვერ შეთანხმდნენ რა დოზაზე შეიძლება მართოს ავტომობილი ადამიანმა, იმიტომ რომ არ ყოფილა ამაზე საუბარი ხალხო. კარგი არის ნოლზე. ეხლა სანდრო ლაპარაკობს საზოგადოებაზე, მე ვლაპარაკობ სამედიცინო ზრუნვაზე ხალხო. სახელმწიფო კლინიკა არის 21 ადგილიანი და ხსნიან ამ რაღაც სავალდებულო მკურნალობის რაღაცა ცენტრებს, რომელსაც სასაკლაოა, სასაკლაო. თუმცა ოღონდ შეხედე ნინო მაპატიე, მაგრამ რო არ თქვა არ შეიძლება, იმიტომ რომ უკვე სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის, იმდენი ზედოზირებაა ხალხო და რაც მთავარია და რაც აი სანდროს მინდა ვთხოვო. ხალხო დღეს აქცენტი არის გასაკეთებელი არა მარტო დამოკიდებულ ადამიანებზე, არამედ ახალგაზრდებზე, მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ დგას. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ დგას. ნალოქსონი, იმან არ იცის რა არის ნალოქსონი, რა შეიძლება, იმან იცის რომ დარეკავს
სასტრაფოში დაიჭერეთ და არ ურეკავს იმ სასტრაფოს. იმიტომ რომ იცის ზუსტად რომ პოლიცია მიასწრებს იმ სასტრაფოს რა, მაგრამ მაინც სულ მაგას ვამბობ, აუცილებლად დარეკეთ 112-ში. ეს დაჭერას, სიკვდილს დაჭერა ჯობია რა, ნამდვილად და გადარჩენის, მაგრამ შეხედე, რატო არ არის ნალოქსონი? ნალოქსონის ყიდვაც ეშინიათ, იმიტომ რომ გონია რომ რო იყიდის ნალოქსონს ის აფთიაქარი დარეკავს პოლიციაში. ადრე როგორც იყო, ნალოქსონს იყიდი თუ არა, ეგრევე მოდიოდა, უკან მოყვებოდა, იმიტომ რომ აინტერესებდა საბჭო. შეხედე, რა დღეში ვართ ვერ და სის ხალხო, ჩვენ ვერ აღვიქვამთ მასშტაბს. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ხალხო მასშტაბი დღეს ნარკოტიკის მოხმარების დღეს რო გახსნა ტელეგრამი, ყველაზე მაღალ სოფელში ხულოს რაღაცა სოფელში იყიდი წამალს. სხვათა შორის უნდა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი პირდაპირ. აგერ მე ჩაგიტარებ რა უნდა მაგის ჩატარებაზე არ გადამრია. არა, ხო და არ მინდა თორე რა უნდა ხა ჩვენ სულ უყურებთ სულ ტელეგრამს, იმიტომ რომ გვაინტერესებს რა არის ბაზარზე, იმიტომ რომ ხა ზურა მე მიგითხარ შეხედე ნინო რატო დგას ბიტკოინის აპარატები სუპერმარკეტებთან? რატო დადგეს ამდენი ბიტკოინის იყიდია ბიტკოინი? არა, ჯერ. იყიდია ბიტკოინი. ყველა ვიცით რისთვის. რისთვის დგას ხო ვიცით ყველამ ხო? დარკნეტისთვის ერთადერთი საშუალება სადაც შეიძლება იყიდო ნარკოტიკი არის ბიტკოინი. და გაივსო ქალაქი ბიტკოინის აპარატები, ქვეყანა გაივსო ბიტკოინის აპარატები. სადაც შეგიძლია პირდაპირ გაიყიდო ნარკოტიკი. ყველა ვინც კი მიდის ბიტკოინთან 90% ყიდულობს ნარკოტიკს. სხვათა შორის ხალხო ამაზე ფალსისაცემი გახდა ეს რაღაცა ჯოგურად დგანან ადამიანები ამ ბიტკოინის აპარატებს. ხო, ნუ ასია ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ, ესეთი ამაზე არ ვლაპარაკობენ ხალხო. და დაძდევენ მარიხუანას ერთი და ჯოინტი რომ მოწია 10 წლით უშვებენ ციხეში. რაზე გვაქვს ლაპარაკი? ამიტომ ჩვენ მე ხა პოლიტიკაში წავედი ზუსტად ამის გამო, ნინო, რომ მე წარმოუდგენელი ამდენი წელიწადია უყურებ ამ ხალხს, რომელიც ვერაფერს ვერ ცვლის. ეხლა კაკის მართლა ქონდა რევოლუციური 40 არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა, პლუს ექსპერტები, პლუს უცხოელები, რა ვიცი, მართლა და იყო ძალიან გონივრული. ანუ შეიძლება ვერ მოვახდინოთ დღეს ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, მაგრამ ნელ-ნელა შეიძლება ნელ-ნელა საზოგადოება მოვამზადოთ. ზუსტად ჩვენი ნარკოპოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ფედერალისტები დღეს ვთავაზობთ, არის ზუსტად ეს. ნელ-ნელა მოვახდინოთ დეკრიმინალიზაცია, მაგალითად მარიხუანის, რომელიც და საბოლოოდ სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციამდე მივიდეთ, იმიტომ რომ დღეს სამედიცინო მარიხუანა საერთოდ სხვა რანგში არის ასული და დღეს პირველი ტიპის დიაბეტს და ალცგეიმერს და პარკინსონს და ესე დაავადებებისთვის ხმარობენ. პლუს ამის გარდა რეკრეაციული მოხმარება შეიძლება გახდეს ლეგალური და გარკვეული. ლეგალური არ ნიშნავს ქაოსს, არ ნიშნავს, ლეგალური ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკონტროლებს ამას ყველაფერს. პლუს ამის გარდა სახელმწიფო კონტროლი გონია ზუსტად ისაც ადამიანი მოხდება ჩაიდეს დანაშაულს, სანამ რაღაცა შემაკავებელი მექანიზმი სახელმწიფოს უნდა კონდეს, სანამ ადამიანი ჩაიდეს დანაშაულს და შენც თქვი თავიდან რომ ნებისმიერი მომხმარებელი საბოლოოდ მაინც კრიმინალთან მიდის რაღაცა მომენტში. აი სანამ მივა მომხმარებელი ამ კრიმინალთან შევთავაზოთ ყველა გზა დაწყებული ზრუნვიდან, მკურნალობიდან, გაფრთხილებიდან, რა ვიცი მე ყველაფრიდან, ჩანაცვლების თერაპიიდან, სპრიცების გასვლის პროგრამა, თუ საჭირო იქნა ჰეროინული პროგრამები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი იმიტომ რომ ეს ქვეყანა ისეთი დაზიანებულია, რომ ყველა სერვისი, რომელიც დღეს სოფლიოში არის აპრობირებული, ამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება უბრალოდ. ხო, საუკეთესო პრაქტიკებზე. არ შევაშინოთ საზოგადოება როცა ლაპარაკობ დეკრიმინალიზაციაზე, იმიტომ რომ ზოგადად წლების განმავლობაში ვსაუბრობთ ამაზე, ადამიანებს გონიათ, რომ ნარკოტიკების კონკრეტული თემაა დეკრიმინალიზებული და აუხსნათ, რომ ლაპარაკი აი მოხმარებლების დეკრიმინალიზაციაზე, თორე გასაღება გამიზნაზე ლარჩება ისე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ. ამ ეტაპზეც დაახალწესია, მაგრამ შემდგომში რეალურად განსაღებელი უნდა რეალურად განსაღებელი, იმიტომ ამას განსაზღვრავს დოზების განსაზღვრა, ოდესაც ცარიელის პრეცით, რომელშიც 0.000 დოზა შეიძლება განსაკუთრებული
შპრიცები დიდი ოდენობა ჩაგითხოვნა და უბრალოდ გაგიშვან ციხეში. რატო ყრია შპრიცები? რატო ყრია ჩვენ ქუჩებში შპრიცები? იმიტომ რომ ზიანი შემცირება არ მუშაობს. რატო ყრია? მეორე, აქ მარტო მოხმარებლის პასუხისმგებლობის თემა კი არ არის, რომელთაც მე აშიდებენ საზოგადოებას და კიდევ უფრო მეტად სტიგმავენ მოხმარებელს. თუ აი საფრთხე როგორ ახლოს არის, ყერებში ყარიან. მიზეს შედეგობრივი კავშირის დადგენა არის ის, რომ დაინახო უფრო შორტ ვიდრე შენი ცხვირი და მიხვდე რომ მაგიტომაც ყარიან რომ ეშინია თავის პრინციპ სადმე უფრო შორტ გავიდნენ, იმიტომ იქ შეიძლება დააკავონ. და გაუშვა ციხეში. ამიტომ მარტო პასუხისმგებლო თემა კი არ არის, რომ საზოგადოებას ყვებავენ და აშინებენ. დაშინება ყოველთვის აქტიურებს ძალიან ცუდ სტრატეგიებს, რომელიც ამ შემთხვევაში საზოგადოების მართვისთვის არის ხელსაყრელი სახელმწიფო. და გიბიზგებს უფრო არაკეთი სინდისწერი სახელმწიფოსთვის მინო, იმიტომ რომ როცა აშინებ პირველ დისტანცირდება საზოგადოება თემისგან, მას არ აქვს სურვილი ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში. და მეორე, როცა გეშინია დისტანცირება მათ შორის გამოიხატება იმ ხისტი ნარკოპოლიტიკის, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაციაში, რომელსაც თავაზობ და ეუბნები გავამკაცროთ, იმიტომ რომ დავსაჯოთ, იმიტომ რომ ციხეში კი, ოღონდ საფრთხე ამიტომ აი ეს კონკრეტული საკითხი, რაც დღეს სახელმწიფო აკეთებს და სახელმწიფო არა, ეს რეჟიმი, მოდით სახელმწიფო ჩვენ ვართ. ეს რეჟიმი, რომელსაც აწყობს განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, არჩევნების პერიოდში მართოს რკინის ხელით ნარკომოხმარებლები და მათი ოჯახები, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან. ეს ხო ჯაჭვისებური რეაქცია მარტო მოხმარებლები. აი საარჩევნო პერიოდი ზუსტად ერთი კითხვა იყო ჩემი, იმიტომ რომ საარჩევნო პერიოდში ყველას მოუხსნეს ისინი და ზუსტად ორ კვირაში რო ჩათავდა არჩევნები, ყველას ისევ დაუბრუნეს ის პირობითი სასჯელები. ამიტომ უნდა გვესწროს ზუსტად და არის უამრავი. მაგრამ ამ ხალხს ეშინია ამის ლაპარაკი, ნინო. იმიტომ რომ არიან სტიგმატიზირებული. ხო, მაგრამ ხართ სპეციალისტები, რომლებიც ამაზე ლაპარაკობთ, არიან ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობთ, ვართ ამ ქვეყნის მტრები ჩვენ. არა, ნუ გაშიეს ვინ როგორ უყურებს ამ საკითხს. რეჟიმი ესეთulis რომ ვართ მტრები. მაგრამ გიორგი სწორს ამბობს, სახელმწიფო ჩვენ ვართ და შესაბამისად ჩვენ რაც ვფიქრობთ, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. და აქედან გამომდინარე ზუსტად სანდროს ვეთანხმები იმაში, რომ საზოგადოების აქტიურობა იწვევს იგივე პოზიტიურ ცვლილებებს, როცა ჩვენ ამას აქტიურად ვითხოვთ და როცა ეს ძალიან აი სანდროს ხوارეშინია. ხო დღეს ისეთი ადამიანები მოყავს თავის პოდკასტში, რომელიც რეალური ისტორიებს ყვებიან. ეს არის რეალური ჩვენი საზოგადოების წევრები. არა მომდის თვალიდან, ყურიდან ერთ-ერთი მისი რესპონდენტის ახლა არ მინდა დავასახელო, გოგონა იყო, რომელიც ყვებოდა თავის ისტორიას, ну რადგან საჯაროა, ამიტომ ვიხსენე. ესეთი არის უამრავი ხალხი. უამრავია ესეთი ისტორია ხალხო. არ არის დღეს ოჯახი საქართველოში, რომელსაც ეს პრობლემა არ უდგას. არ არსებობს. ან არის თქვენ თუ გონიათ ალკოჰოლიზმი ნაკლები პრობლემაა ამ ქვეყანაში. არანაირად არ გონიათ. ბევრად უარესი პრობლემაა, რომელზეც საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს და კვლევაც კი არ ჩატარებულა საქართველოში რამდენი ალკოჰოლიზე დამოკიდებული და მომხმარებელი და იქ რაღაცა ის რო იყო დებატები არ ვიცი რა ერქვა იმას საერთოდ რაღაც ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ იმას რა ქვია წარმატებებს ასე ვთქვათ ალკოჰოლიო კაიაო გაზო როგორ ადარებო ნარკოტიკსო და დღეს თუ რამე ხდება ამ ქვეყანაში არის ალკოჰოლის მოხმარების იმითი კრიმინალი გაუპატიურება ძალადობა ავტოსაგზაო შემთხვევები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბევრად აგრესიული ქცევა და ზოგადად ხალხო თქვენ არიცით რა ხდება რაიონებში იქ საერთოდ არანაირი დახმარება არ არის დასავლეთ საქართველოში აჭარაში არის ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება ქუთაისში არის ერთადერთი ზუგდიდში საერთოდ არ არის ნარკოლოგიური კლინიკა ან დეტოქს გულისხმობ რა რეაბილიტაციაზეა ლაპარაკი და ყველამ დღეს არაპროფესიონალმა მაპატიოს ყველამ მაგრამ აი კაცრად ვამბობ ამას რა შეეშვით შარლატანობას შეეშვით ამ ადამიანებზე ფულის გაკეთებას შეეშვით საშინელებებს აკეთებ ვიღაცა კარდიოლოგები ვიღაცები პლასტიკური ხირურგები ხსნიან ნარკოლოგიურ კლინიკებს ნუ აი არა ეს არის სასწაული იმიტომ რომ პლუს დაზიანებულ ახლა ყველაზე კარგად ეს იცია ხალხმა რომელიც რეაბილიტაციაში მუშაობს იმიტომ რომ ეს ხალხი მე ამათთან ხვდება რამდენად დაზიანებული შეიძლება სახელმწიფო გამოვიდეს თქვას რომ აი რასაც შენაბობ რომ ეხა ყველა დეტოქსი სახელმწიფოს ქვეშ მოაქვს რადგან მაგის კი
მაგით არ არის გამორიცხული. არა შეიძლება გიორგი ესეთი რაღაცა მართლა კაცო შარლატანობა უკვე ისეთ დონემდე ავიდა რომ წარმოუდგენელია. შარლატანობა ეს თამაში ადამიანების სიცოცხლით, იმიტომ ჩვენ ხედავთ რომ არც პრევენცია არსებობს სახელმწიფოში. არც მკურნალობა, იმიტომ რაც არსებობდა ახლა ზურაბ აკვანი იყო ერთ-ერთი ამ მიმართულებით და უამრავი ადამიანია მისი მადლელი რომელიც მობრუნდა. არის მიმართავს ზურაბის სხვადასხვა არც მკურნალობა და არც რეაბილიტაცია, იმიტომ ნამკურნალები ადამიანი ხშირად კითხულობს ერთ რაღაცას, როცა ელაპარაკებიან მათ შორის რემისიაზე, პირველი რასაც კითხულობ, რამდენი ხანი იგრძელდება ეს რემისია. ხო, ანუ გონია რაღაც ხანმოკლე პროცესი, ამიტომ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის გარეშე ჩემი გმარტმენით, მკურნალობა არ მხოლოდ ფრაგმენტი, ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი ფაზლის, იმიტომ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მკურნალობის შემდეგ წელიწადი, 2 წელიწადი ხახო რაზე ლაპარაკობ, ნებს მოიხმარდნენ წყლით. იმიტომ ეს რაზე ლაპარაკობ, ხახო დიაზეპამი ამპულირებული არ არის ქვეყანაში. თუ შენი სწავლებზე ლაპარაკობთ და დიაზეპამი ამპულირებული დღეს კლინიკებს არ აქვს უკვე 4 თვე. დაახლოებით და ამპულირებული დიაზეპამი არა მარტო ნარკოლოგიაში და ფსიქიატრიაში გამოიყენება, არამედ ეპილეფსია, ვისაც აქვს, ეს არის ესეთ გადაუდებელი მედიკამენტი, რომელიც ჭირდება კლინიკებს გარკვეული იმის. რაზე ლაპარაკობთ ხალხ? მოშლილია მთლიანად მოშლილია მეოთხე თვეა და რო ვიკითხულობთ, არც მოიკითხოთ გვეუბნებია. ხო და ანუ რაზე გვაქვს საერთოდ ლაპარაკი? იძულებით შეიძლება ეხლა ვცდილობდი რომ მე პონოზად სახელი რა ქვია. როცა დამოკიდებულებაზე და ნიუტრიენტების სუბსტანციის მოხმარებაზე და ალკოჰოლზე ვსაუბრობთ, ალბათ ამ პრობლემებზე უნდა ოდნავ კიდე განვაზოგადო და ზოგადად ფსიქიკურ ჯანმრთელობას რაც ეხება აი აქ გავიდეთ. იმიტომ ეს მარტო ნიუტრიენტების მოხმარება არ არის. ანუ ეხლა რასაც ვეძებდი ესე იგი სახელმწიფომ 1 მაისს უნდა გალონში ჩააჩა. არ გაახსენო. ხო, უნდა ჩაეშვა. ეს არის იგი 1 აპრილს რუსეთში დაიწყო ამ რეესტრმა მუშაობა. ეხლა მე არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ ფაქტია, რომ აი ეს პროქსი კანონმდებლობები ძალიან კარგად დააჯდა რა, რომ იქ რაღაცა ანტი იმისი ანუ შემზღუდავი ბევრი რაღაცი და უცბად 1 აპრილს იქ ჩაეშვა იგივე მოტივით ვითომ იარაღის კონტროლის და რაღაცა უკანონო ბრუნვის შესახებ კანონმდებლობის აქტი არის დამატება ჩვენთანაც. ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ ის არ ვიცი ზუსტად რა წერია, მაგრამ ანუ ფსიქიატრთან რომ ადამიანი მიდის, აღარ მივა. შეიძლება დიდი ალბათობით მოხდე ამ ბაზაში. ამ ბაზაში მოხდება, რა კოდები მოხდება და რა დაავადებები კაცმა არის, მაგრამ შეიძლება დეპრესიაც მოხდეს, შფოთი, რაღაც აი ჩვენ ამაზე ქონდა განცემა და იყვნენ ადამიანები, რომელსაც დიაგნოზია. რატო ვეძებდი, ისე რომ მართლა ისა პირველი გუნდი გაკეთებულია საიტის ხალხმა, ანუ წარმოიდგინეთ, რომ აი შედიხარ და უკვე იხსნება რა პირველი საიტი ჩამიგდეს, ეხლა ვერ ვიპოვე, ანუ ემზადება სახელმწიფო, რომ მისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს ყველა ადამიანი, ვისაც კი რამე გამოწვევასთან კონდა საქმე ფსიქიკურ ჯანმრთელობას რაც და არა მხოლოდ ძიმე ნარკოტიკი შეიძლება ფსიქიკური აშლილობა ამაზე აქ ჩანს უკვე საერთოდ როგორ უყურებს ის თავის მოქალაქეს, აი სად ხედავს, სიამოვნებაში რომ არ ხედავს რა და თუ ხედავს აი იმ ბაზაში ნომერ მინიჭებულ რაღაც აბრევიატურად სახელის და პირად ნომერ მინიჭებულ ადამიანად რომ მე სადღაც პატრული წითელზე გაივლი და რო გადაგამოწვეს აი ამ ბაზაში ამოუგდებს და აი ამ სრულიად დაუცველ ინტერნეტით და იმაში რა ქვია ციფრულ სამყაროში ვიღაც იმ პატრულ ინსპექტორის ხელში ხდება როგორი ინფორმაცია, იცი, რაზეც რა მთელი მსოფლიო ყველაზე დაცული არის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. და უცებ აი სადღაც გორში, რეგიონში თუ ქალაქში რა მნიშვნელობა აქვს არაავტორიზებული ადამიანის ხელში ხდება, იმიტომ რომ ეს ბაზა ესე იგი გაზიარდება სახელმწიფო იმაში რა ქვია სერვისების ბაზაში, წვავმა ექნება პატრულსაც, გამომძიებელს, სულსაც, ამას და
მე ნახე თქვენ შეჩვენება ერთ-ერთი მიზეზი კერძო ჩანსხვევ თერაპიის დახურვის იყო ის რომ ეს ადამიანები ეს მონაცემები არ ქონდათ მათ და ეს მონაცემები იყო ანონიმური ერთ-ერთი რომ ვერ აკონტროლებდნენ ამ ადამიანებს რა რიცხვს და ყველაფერს აკონტროლებდნენ უბრალოდ პირად ნომერს და სახელს და გვარს ვერ აკონტროლებდნენ ერთ-ერთი მიზეზი იყო ამის დახურვის მე მგონი ასევე დეტოქსში შეგეძლო კერძოში ეხლა ჯერჯერობით შეგვიძლია მაგრამ ნუ ალბათ როცა ვერ შეძლებთ всё დამთავრდება ის ხალხი დეტოქსში აღარ მოვა მაგრამ მეორე პრობლემა არის აქ რასაც სანდრო არ ამბობს ნუ არ უთქვია ეს არის ორმაგი დიაგნოზები ამ ქვეყანაში უკვე ეს არის უმძიმესი ორმაგი დიაგნოზები როცა ეს არის ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება რომელიც მერე იწვევს ფსიქიკურ აშლილობას და ეს ადამიანები ხვდებიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხმარებით გამოწვეული ინტოქსიკაციური ფსიქოზები ამის მართვა დღეს არის არავინ რეალურად უამრავი ადამიანი ხვდება ფსიქიატრებმა არიციან როგორ მართონ ნარკოლოგებმა არიციან როგორ მართონ მერე ფსიქიკური აშლილობა იმიტომ რომ ეს დარგები გაყოფილია და ამდენი წელია ვლაპარაკობთ რომ დარგები უნდა შეერთდეს და მოხდეს სერვისი ელემენტარულად დღეს არ არსებობს დაწესებულება ქვეყანაში ემერჯენსი აი რომელიც მიიღებს ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტს კომაში და ვერ აი უბრალოდ არის ის მართვა პროტოკოლები არ არსებობს ნინო არავინ ამაზე არ მუშაობს დარგი არის ნოლზე ხალხო თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ როგორ კატასტროფაში ვარ და ვიღაცა ბავშვებს რომელმაც გუშინ დაამთავრეს რეზიდენტურა ნარკოლოგიაში ამუშავებენ ამ სავალდებულო მკურნალობაში და ალაპარაკებენ რომ თუ რა კარგია აი ამ ბავშვებს აქედან მივმართავ ნუ დაიღუპავთ თავს ეს პროფესიაში აი ესეთ რაღაცებს ნოაკეთებთ რა იმიტომ რომ ეს არის კატასტროფა უბრალოდ საშინელება არის ის დღეს ჩვენ რასაც და ვიღაცა ადამიანები დენიკინის დროინდელი ნარკოლოგები რომელსაც დღეს ვაფშე არაფერი აღარ მოეკითხებათ არის ასე ვიტყვი პირდაპირ კომისიაში ზიან და უშჯიან ხალხს სავალდებულო მკურნალობას რა უშჯიან სავალდებულო მკურნალობა ტორტი მიყვარს ექიმი უშჯის ადამიანს მკურნალობას გაგიგიათ ესეთი რამე ხალხო არ გაგიგიათ და ესე ხდება გიორგი შენ ამბობდი რაღაცას ახლა არა სავალდებულო ხმე ტორტი მიყვარს იგიჟებდე მე ხა რომ მომისაჯებდი ჭამო ძალი ტორტი ტორტს არ შევჭამდა სავალდებულო მკურნალობა ისტორიაში ახსოვს ისეთი მომენტები როდესაც სავალდებულო მკურნალობით ისეთი ხალხი დაუღუპავთ აი ალან ტიურინგი რომელმაც გადაარჩინა ამ სხვა 10000-ობით ადამიანი იმიტომ რომ შექმნა სისტემა რომელმაც გაშიფრა ფაშისტური ენიგმა და საბოლოო ჯამში იმიტომ რომ ჰომოსექსუალი ბრიტანეთში იყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ იდევნებოდა და მიუსაჯეს ამისთვის ფიზიოლოგიური კასტრაცია. ანუ ადამიანი მოკლეს ფაქტობრივად რომელსაც ამხელა წვლილი ჰქონდა ომის დასრულებაში. და ჩვენთან იძულებითი მკურნალობა ხა მაგალითად თუ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე იძულებითი სხვა არის სავალდებულო ხო სავალდებულო მკურნალობა მე არ ვიცი ნებისმიერ ადამიანი თვითონ წვეთს ამას ხო აუცილებლად ეს არის პირადი გადაწყვეტილება დამყოლი რომ იყოს ადამიანი ამის ეს უნდა იყოს გაცნობიერებული კონკრეტული პროცესი მათ შეიძლება პორტუგალიის მოდელზე როცა ლაპარაკობდნენ თავის დროზე 2018 წელს ყველაფერი ეს გათვალისწინებული იყო იქ იყო ყველაფერი კომისიის კონკრეტული შემადგენლობა კომისიის გადაწყვეტილება რომელიც იღებდა ადამიანს და მათ შორის განრიდების კონკრეტული სტრატეგიებიც იყო გამოყენებული ადამიანების დამოკიდებული თუ არ იყო არამედ იყო შემთხვევით თქვა ეპიზოდური მოხმარებელი მათთან აბსოლუტურად სხვა სტრატეგია იყო გამოყენებული პორტუგალიის მოდელი დღემდე ითვლება საუკეთესოდ რა არა ესე არ არის რა ხალხო პორტუგალია არის პორტუგალია საქართველო არის საქართველოში უნდა იყოს საქართველოს მოდელი არ არის ეს პორტუგალია და ის და ამაზე მე იმას გვეშვება ჩვენი მოდელი პორტუგალია ნორვეგია ისლანდია მოდელი ჰოლანდია ყველაზე ნაკლებად მაგრამ პორტუგალია როცა ნორვეგიაზე ისლანდიაზე ვლაპარაკობთ ეს ქვეყნები რომელიც გლობალური ხალხო იქ არ ეზიზღებათ ნარკოტიკის მომხმარებელი ამ ქვეყანაში ის ადამიანები არიან იმ სახელმწიფოს სრულფასოვანი წევრი და ის სახელმწიფო ზრუნავს ამ ადამიანებზე გერმანიაში ერთ-ერთ ქალაქში ჰეროინული პროგრამა უნდა გახსნილიყო და მოსახლეობა ატეხა ამბავი რომ
მე გუბერნატორი მივიდა ქალაქის და მერი მივიდა და მოსახლეობას შეხვდა და უხსნიდა რომ აი რამე რომ მოხდეს მე დამირეკეთ პირადად იმდენად ჩართული არიან იქ და ჩვენი ემიგრანტები ხახო ჩვენ ემიგრანტებზე არ ვლაპარაკობთ რომლებიც დღეს არიან ამერიკაში და უამრავ ქვეყანაში იქ თქვენ არიცით რა მდგომარეობაა აი ამერიკაში რამდენი ზედოზირება რამდენი ზედოზი იმიტომ რომ იქ ფენტანილური პრობლემებია და ეს ადამიანები რომლებიც არიან სხვა ქვეყნებში და იქ არიან იმ სერვისებში ჩართულები ვერ ჩამოდიან აქ თავის ქვეყანაში იმიტომ რომ ჩამოვა არიცის წამალს წაართმევენ თუ არ წაართმევენ ჩართავენ პროგრამაში თუ არ ჩართავენ ხო დამოკიდებულია ის ადამიანი იმას ჭირდება აქ რომ ჩამოდის თავის ოჯახთან წერენ რომ აი 4 წელი არ ყოფილვარ მეშინია რა ვქნა ჩამოსვლა მინდა და ამ პროგრამაში ვერ ჩამთავენ ვიცი თქვენ არიცით ხახო რამდენი ტრაგედია ტრიალებს ამ ადამიანებში და ამას არავინ არ იმჩნევს რა და მადლობა სანდროს რომ ეს ადამიანები მართლა გამოყავს და საზოგადოებას რაღაცა ემპათია მაინც უჩნდება იმიტომ რომ ეს მართლა ჩვეულებრივი ხალხო ადამიანები არიან უბრალოდ აქვთ პრობლემა და შენ მას უშჯი მკურნალობას უშვებ ციხეში აჯარიმებ ართმევ ყველა უფლებას მიყავს იმისკენ რომ სასწრაფო არ გამოიძახოს და მოკტეს ზედოზირებით და ასე შემდეგ დაემართოს ცეკეპატიტი დაემართოს აივი პრეპი აღარ გალიოს იმიტომ რომ აღარ უნდა მივიდეს და თავისი გვარი და სახელი თქვას შენ ვერ აცვიცნობიერებ იმას რომ ამ ქვეყანაში არის უზარმაზარი სტიგმა და მე რომ კერძოდ მკურნალობ ის აღარ მოვა სანდროს თქმის არ იყოს всё დეტოქსიკაციური კლინიკები და ფსიქიატრია მოკვდება ამ ქვეყანაში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავით დღეს ჩვენთან ერთად სანდრო რამე ხვალ კიდე და მე მინდა რომ აი მაყურებელს უთხრა და რავი აი თქვენ რომ იცოდეთ საზოგადოებაში გამოჯამრთელებულად დაბრუნებული დამოკიდებული ადამიანი რა მაგარი ადამიანი აი ეს მხოლოდ სითბო და აი მეორე დაბადებას იცი როგორია ანუ ის ბევრად უფრო კარგი მოქალაქედ ბრუნდება ბევრად უფრო პროდუქტიულია დამოკიდებული ადამიანები არ მინდა ეხა ეგეთი დიფერენციაცია მაგრამ გამოჯამრთელებული დამოკიდებული ადამიანი ჩემთვალში სუპერმენია რა ანუ ნორმატიული ადამიანის შესაძლებლობაზე ორმაგად უფრო ძლიერია და აი როგორ არ უნდა გიხაროდეს რომ ამ შენს ერთი ბეწო ქალაქში სოფელში თუ რაიონში თუ ქვეყანაში სადღაც მოკვეთილი ადამიანი სულიერად თუ ფიზიკურად თუ მენტალურად დაუძლურებული რაღაც პერიოდის მერე ბრუნდება გაძლიერებული და გულში არ იხუტება და არ ეუბნები რომ მოდი აი გელოდები მთელი სული და გული და სამსახურის აქარი და შენი გვერდში მე ვიქნები და რა ქვია თანაზიარი ვიქნები აი ამის გარეშე როგორ უწირავთ რავი აი კიდე სახელმწიფოსგან წავალ მაგრამ აი თან ის მაქვს რომ აი როგორ უწირავთ ამ ადამიანებს იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები ვინც ხელს გაუშლი და ვეთყვით რომ აი სადამდე დაგჭირდება იქამდე წამოყვები ხო და მინდა რომ მაყურებელი რომელიც ვიყურებდა და შეიძლება რაღაც დეტალები ისთვის არ არის ცნობილი აი იცოდეს რომ ამ ადამიანებს ჭირდებათ ზრუნვა სიყვარული და გვერდში დგომა და აი გენიალური ადამიანები არიან. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით, იმიტომ რომ ეს პრობლემა მე დარწმუნებული ვარ, სწრაფად არ გადაიჭრება. ამიტომ პირობას გაძლევთ, რომ ღია სივრცე ყოველთვის იქნება თქვენ სამსახურში, საზოგადოების სამსახურში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ადამიანები, რომლებიც ჩვენ მართლა ძალიან გვიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი დღეს ჩვენ გვერდით და ამას თავისი კიდევ ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, რაზეც ცალკე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ფასიანი პარკინგები, ფასიანი საფირფარეშოები, გაცხარებული საცალო ვაჭრობა და კვების ობიექტი. ბოდბეში ჩასული ადამიანი პირველივე წუთიდან ხვდება, რომ იქ აქტიური ეკონომიკური ზონაა. სოფელი კი აღარ არსებობს. ღვთის ამბების რეპორტაჟი ბოდბედან გაკულაკება ღმერთის სახელით. ეს კედელი არის ხო მაშინ? არის ყوارე ეს კედელი, ციხესიმაგრეები ეხლა გააკეთეს. არ ვიცი, არამში. ალბათ მე აქ ჩაგვიკეტავენ, აღარ გავატარებენ ამ გზაზე.
ესე ვფიქრობ. ალბათ ეშინიათ ახლა არავინ მიუვარდეთ ამ ხელა ფულს აკეთებენ და თქვენ წარმოიდგინეთ ეგ მაღაზიები, რესტორნები. როგორ იქცა წმინდა ნინოს სავანე ქედელლების ჯოჯოხეთად, მთის ამბები რამდენიმე წელი აგიყვებათ. წლების განმავლობაში ბოდბის მონასტრის სამეზობლოსთვის ცხოვრება არაფრით უმჯობესდება. ამიერიდან სახლამდე მისასვლელი გზის გასავლელად მონასტრის დაცვამ შლაგბაუმი უნდა გაუღოს. მაღლდება გალავანი ტაძრის გარშემო და ღრმავდება უფსკრული, რომელსაც მონასტრის ბიზნეს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად უკვე 20 წელია მძიმე ტექნიკა თხრის. აბა აქ შეიძლება ადამიანმა გაიაროს, ჩვენი ფულით გავაკეთეთ ეს გზა, მოსახლეობამ ავაკუჩეთ. აქ იყო წყლის გასადენი, ჩადიოდა წყალი იქით ხევში. ამათ აუღეს ეს წყალი და მოუშვეს აქეთ, წვიმები რომელიც აქ დიდი ღვარდქაფები იცის. აი ეს კედელი ადრე არ იყო. იმდენი ქნეს რომ ეს ადგილი დაამეწყრეს, წყალი რომ მოვიდა. და იძულებულები გახდნენ რომ ეს დიდი კედელი ჩაესხათ საყრდენად, რომ მithom ტაძარი არ დაინგრეულიყო. მე 68 წლის სავარ უკვე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. მე ეგეთი რამე არ მინახია რომ ამ სოფელში მეწყერი და რამე ყოფილიყოს. ძალიან მკვიდრი მიწა არის აქ. აი გადაიღეთ, ნაგვით სავსეა. აი იქითაც გადაიღეთ. პირდაპირ ზედ თავზე გვაყრიან ნაგებს, ისე უნამუსოდ გვექცევიან და გვიბრიყვებენ. აი რას აიგავს ეს? თეოდორასთვის ალბათ ყველაფერი შეიძლება. არავინ შენიშვნას არ აძლევს, ესე იგი დიდი გავლენა აქვს საპატრიარქოში. ხო დაანგრია სოფელი, ადგილები წაგვართ, ამ ხელ 100 წლოვანი აყლის ხეები დაჭრა. ერთი ავტომატი არ აუღია და არ უსვრია, სხვა რაღა უნდა აკეთოს. თამაზ გორელიშვილი მონასტრიდან 100-ოდე მეტრში ცხოვრობს. ნაგევი, წყალი, ღვარი პირდაპირ ჩემ ეზოში მოდის, ჩემ სახლში მოდის, რაც კი იქიდან ჩამოდის და რაც კიდე ეს ბინაც იყიდეს, ყველა ბინას ყიდულობენ, ჩემ ბინის გარდა. მე უნდა შევწიროკე. თქვენც გინდოდათ რომ მიგეყიდეთ და არ იყიდეთ? არა, მე არ ავყიდი ამას, პაპის სახლსო ვარია. პირიქით მინდა რომ შევარემონტო გავაკეთო. მაგრამ მეშინია რა, ხელი ვერაფრის ვერ მომიკიდია. რატომ? საშიში ხალხია, სახიფათო ხალხია და აი რომ მოვდივარ მეშინია რომ არაფერი გამიჩალიჩო. მაფიოზა ხალხია, მაფიოზები არიან. აქ ვიცხოვრე 17-18 წელი, ჯარიდან რომ ჩამოვენ, მე სიღნაღში შევიძინე, ვინა რომ დავოჯახდი და ბავშვი აქედან იქ ვერ დამყავდა სკოლაში. ეს სახლი რამდენი წლის არის? თქვენი რამდენი თაობა ცხოვრობს? ეს სახლი არის აშენებული 1925 წელს. მანამდე აქ ჩემი პაპა ცხოვრობდა, ნიკოლოზი. ანუ 4 თაობა. 4 თაობა კი, სასაფლაოები აქ აგვაქვს. კარმიდამოს, სადაც გორელიშვილების 4 თაობა მიცხოვრა, პატრონი წლები ვერ ირეგისტრირებდა. ვერ ითვლის რამდენი ფული დასჭირდა ამისთვის, რამდენი საბუთი, რომელთა შორის მონასტრიდან ნებართვაც კი მოითხოვეს. დედაუდან მოგვიტანე ნებართვაო, რომ ეს ადგილებიო შენზე გაფორმდესო. მერე მეუთხარი ამ რეესტრის უფროსს, რომ ეს დედაუა უფროსი რეესტრისა თუ თქვენ მეტ, რომ ესენი იყვნენ შეთანხმებულები. მოლაპარაკებულები იყვნენ. ის გამომგზავნდა ამასთან, ეს გამგზავნდა იმისთან და ეს რკალზე მატარებდნენ. რო იტყვენ მასხარად ამიგდეს. მონასტრიდან მიღებული უარის და საერო და საეკლესიო ჩინოსნების შეთანხმებული ქმედებების მიუხედავად, თამაზმა კარმიდამო 2 წლის წინ დაიკანონა. იმ დროისთვის მის მეზობლებს სახლები მონასტრისთვის უკვე დათმობილი ჰქონდათ. რეესტრში მიგიყვან გაჩვენებ რუკას, სულ გარშემო შემორტყმული მაქვს საპატრიარქო, წინ საპატრიარქო, გვერდზე საპატრიარქო და შუაში ასე ეთყობა უკვე თვალებში ვეჭხირები კი და იმიტომ გვაგდებენ ეგეთ სიტუაციაში რომ გზაზეც აღარ მატარებენ, აი გზაზე. ამ გზაზე, რომელზეც ახლა წვიმაში 2 ხიდიანი მანქანაც გაჭირვებით გაივლის, თამაზის ოჯახს 2 ნაკვეთი ჰქონდა. თითო 1500 კვადრატული მეტრი.
რუკაზე ახლა მის მიწებსაც ასე აწერია. საპატრიარქო. დამირეკეს თქვენ შენ ადგილში ვიღაცაო იმას ამუშავებსო, სახერხსო. ელექტროსახერხი რა დრუჟბა. დავინტერესდი რა შეასაქმე მეთქი და მაშინვე წამოვედი. რო გადმოვედი დავინახე სამხელა 100 წლოვანი კაკლები დაბლა ზინყზე ეყარა. ხოდა სიმართლე რო გითხრათ, ცუდად გავხდია რა ტირილი ამივარდა ისტერიკული. ხოდა თხარ ხალხო რა შროებით მეთქი მე მაშინ ცოტა ჯეილად ვიყავი და მუშებს უთხარო ეხლა გადით სუყელ აქედან მეთქი და მე ამან დარეკა პოლიციაში. პოლიციაში რო დარეკა წამიყვანეს პოლიციაში. აღარ მახსოვს ვინ იყო პოლიციის უფროსი. და მაშინ მითხრა მეო დედაოს მეოთხარ მე რო წამომიყვანე ის წამოიყვა და დაგვაპირისპირე მე უთხარ რატო გააკეთა ეს რატო ჩაიდინა მეთქი. მე უფლება არ ამაქო რომ ეკალი აქ მოვიყვანო პოლიციაშიო. მე უთხარ მაშინ ისა ყოფილა პოლიციის უფროსი მეთქი. ავდექი წამოვედი. რო წამოვედი სახში ავედი ასე გადავვარდი. რო გადავვარდი სასტრაფო მოვიდა გამსინჯეს რამე აქეთ გამაქანეს გურჯაანში. ხოდა მითხრეს რომ გულის მდგომარეობა ვერაა კარგათო. მე გურჯაანიდან წამიყვანეს თბილისში და რო თბილისიდან ჩამოვედი უკვე სულ შეეღობათ და გადათხილ ტრაქტორები მართალი ბრძანდებით მაშინ იყო ეს ამბავი. თამაზს ძირში მოუჭრეს 100 ძირი კაკალი, რომლიდანაც შემოდგომაზე 2 ტონამდე მოსავალს იღებდა. ასევე მსხვილი შინდი 10 ძირი, 20 ძირი ძველი ქართული ვაშლი სინაპი. მის გაჩეხილ ხილის ბაღებში მონაზვნებმა მარწყვის პლანტაცია გააშენეს. ამდენი მარწყვი 15-10 მოლნის არის მონაზონი. ამდენი მარწყვი მაგათ უნდა ჭამოვან, მიაკ სადღაც აბარებენ ყიდიან. ამოტელა ხეხილი დამიჭრეს, მაზარალეს, გამაკულაკეს. უდიდესი ეკლესია მდგარა ტაძარი, აი ეს სასაფლაოებია იმის ზევით. წმინდა თეოდორას სახელობისა. იმის მარტო საძირკველია. აღედგინა რაც აქ ფულს ეხარჯავს და რაღაცა. ის ტაძარი აღედგინა. მაგრამ ესენი მოსულები არიან ფულის გასაკეთებლად. მათი მთავარი ღირებულება ეს არის ფული. აბსოლუტურად ადამიანებსაც კი აი ასე წონის ეს ქალი თეოდორა მახვილაძე. აბა იმას რა წონა აქვს? აი ასე ეს არის მისი სიტყვები. არავინ მათი გამკითხველი არ არის. აი რასაც უნდათ იმას აკეთებენ, გამგებელია თუ რა ვიცი მინისტრია თუ პრემიერ-მინისტრია თუ პრეზიდენტია, აქ მოდიან თუ პროკურორია თუ ვინც არის, მოდიან და ყველაზე დიდი უსინდისოები ვინც არიან, ყველაზე დიდი სანთლები უჭირავთ ხელში წირვაზე, ამათ მიერ მიჩეჩებული. ეს არის იმიტომ რომ ჩვენ გადავშჩით ფაქტობრივად, ვერაფერს ვერ ხვდებით. აი მამაჩემიც მაგას ამბობდა ხოლმე რომ ყველა მთავრობისა და ყველა ხელისუფლების პერიოდშიო სულ ყველა არის ესე იგი მართლა რას უნდა გამხდარიყო პროკურორი რო აქ არის მოსამართლე რო აქ არის ყველა მინისტრი რო აქ არის აი რას შეიძლება გახდი ადამიანი აი აქ გვინდოდა გაგვეკეთებინა პატარა კაფე. ცოტა უნდა მოგვესწორებია ეს ადგილი, ცოტა ისეთი ადგილი იყო, რომ გაგვესწორებია, რომ ეს ადგილი ესე გაგვეშერებია ეს რაღაც და არ მოგცემს იმის უფლება, რომ აქ ტრაქტორს ემუშავა. არაფრის საშუალებას არ გვაძლევდნენ. იმ წუთში პოლიციას იძახებდნენ, თუ ვინმე შემოვიდოდა ან რაღაცა, რომ აი მე მანდ არ შეიძლება არავის შესვლა, ხმაურია, ეს არის წმინდანინო წუხდება, ეხლა არ წუხდება წმინდანინო რა ამბავია. ხედავთ რა ამბავი არის იქ. ქედელში დაბადებული ანა ხუნაშვილი იხსენებს, რომ თავიდან, როცა ბოდბეში სამონასტრო ცხოვრება აღადგინეს, სოფელს პირველ იღუმენიასთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. იღუმენია თეოდორა მახვილაძის ჩამოსვლის შემდეგ კი მონასტერი აირია. ანაყვება, რომ ახალმა წინამძღვარმა ჯერ სოფლის წყარო მიითვისა. შემდეგ მოსახლეობისგან სახლები კაპიკებში გამოისყიდა. მოგვიანებით სახელმწიფოსგან მიღებული 100 ჰექტრობით მიწა არ იკმარეს. მოსახლეობას მამაპაპისეული მიწები წაართვეს და უბატონო ქიზიყში ასე გაბატონდნენ. რაც სახელმწიფო ქონებიდან უსასყიდლოდ არ ერგოთ, აუქციონზე უკონკურენტოდ შეიძინეს. თავის დროზე მთის ამბებთან საუბრისას არ დამალეს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები მათთვის არა მრევლი, არამედ კონკურენტები იყვნენ.
აუქციონი ზოგადად ეს არის, ესე იგი, პროცესი სახელმწიფოს მიერ მართული, სადაც კონკურენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ანუ ყიდულობს ის, ვინც მეც გადაიხდის. ამიტომ ესე იგი, კონკურენტი, ანუ მონაწილე, სულაც არ არის დაინტერესებული. ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც ჩვეულებრივი იურიდიული პირი, ჩვენ კი არა, თქვათ ის პირი, ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში დაინტერესებული, სულაც ესე იგი, არც ერთ აუქციონზე, არც ერთი მონაწილე არ გასცემს ინფორმაციას და არ ეუბნება, არ ეპატიჟება თავის კონკურენტს მაშინ აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად. მათი ლექსიკა არის მხოლოდ მამა პაპისეული მიწები. არ ყოფილა არც ერთი წელი, რომ მათ მოსავალი მოეყონათ. ჯონჯოლს კრებდნენ, კაკალს კრებდნენ. ეს ხალხი ხმარობდა სახელმწიფო მიწას და თუ შორსწავლად, ესე იგი, რევოლუციამდელი მონასტრის ყოფილ მიწებს. ანუ ჩვენი მამა პაპის მიწებს. ერთ-ერთი მონაზონი მეუბნება ამ ერთი კვირის წინ, რომ ხედაო, გაიხედ გამოიხედე, არც ერთი მოსახლე აქ აღარ არის. ამოწყდა ხალხი მთლიანად. რას ამბობთ მეთქი, როგორ თუ ამოწყდა მე ვთხარ. რას ქვია ამოწყდა და იმიტომ რომ აღარ არის სოფელი, იმიტომ რომ ურწმუნოები იყვნენ ისინიო. უფლის წმენა არ ქონდათო და უფალმა დასაჯა ეს ხალხი მთლიანად. რას ქვია დასაჯა მე ვთხარი? მაგას როგორ ამბობთ, ან თქვენ რა უფლება გაქვთ მეთქი, რომ უფლის სახელით ილაპარაკოთ, რომ დასაჯა უფალმა. და დასაჯაო იმიტომ რომ აი აქ ბარაკები გააკეთესო, ეს ტერიტორიები სულ მონასტრის იყო, მიითვისეს თვითონო. ხო და საერთოდ ღმერთი არ წამდათ მაგათო და აი ვისაც ქმარი უკტებაო, ან ვინცაც შვილი უკტება, ან ვინც გიждდება, რაღაცა ემართება, ეს ყველაფერი უფლისგან მოსდით. ფასიანი პარკინგები, ფასიანი საპირფარეშოები, გაცხარებული საცალო ვაჭრობა და კვების ობიექტი. ბოდბეში ჩასული პირველივე წუთიდან ხვდება, რომ აქ აქტიური ეკონომიკური ზონაა. სოფელი მართლაც აღარ არის. ყველაფერი, რასაც თვალს შეავლებ, თეოდორასია. ეკლესიისა. შეისყიდა ალბათ თუ ან არენდით აიღო ეკლესია, აი ესე გაპაპაჯორებული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აი ესე თავხედურად იქცევიან. მოვიდა დახეული ფლოსტებით და დაკერებული ჩულქებით და ახლა გაპეწკილი დადის. ამხელა ტელეფონები უჭირავთ, შინა გათბობა, მიწისქვეშა გათბობა, სატელიტური ანტენები, ყველაფერი ასეთი მანქანები. შიგნით რო შეხვიდეთ, სასტუმრო აქვს თავისი მოწყობილი მესამე სართულზეა თუ მეორეზე არ ვიცი, თავისი ახლობლები რომ მოდიან და ბიზნესმენები და ვიღაცები იქ ათავსებენ, ღამე აქ რჩებიან ხოლმე, დილით ადრე მიდიან 5 საათზე და ახლობით 6 საათზე არავინ არ შენიშნოს. დიდი ზალი ესე იგი დატვირთული, რა ვიცი, რა შესაწირები შეესდით, არსად არ ფიქსირდება, ვინ რა შესწირა, რამდენი შესწირა. მე მაგალითად ძველ ხელნაწერებში დაიმაში და საერთოდ ძველ დოკუმენტებში წერია, რომ ამ ადამიანმა ამდენი შესწირა, ეს ამას მოხმარდა, ეს ამას მოხმარდა. აი, გაუმაძღრობის სინდრომიო რო იტყვია, როგორ შეიძლება ამდენი ჰექტორობით მიწები, ხო? თბილისში 2 მაღაზია აქვს. აქ ხო გააკეთეს ეს მაღაზია კიდევ. და გინახიათ ესე, აი წმინდა ნინო, რომელიც ცხოვრობდა ერთი უბრალო მაყლის ბუჩქის ქვეშ, ხო? ცხეთაშიც და აქაც. რომელმაც არაფერი არ დაგვიტოვა ამ დედამიწაზე, არც ოქრო, არც ვერცხლი, არც წიგნი, არც ფული. ჩვენი სულიერი ცხოვრება შესთვალა, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, რომ არ იყოს ომი დედამიწაზე. ახლა ადამიანების სულს რა გაუკეთეს ხედავ. ასეთი ქადაგებით შეიძლება რამეს მივახციოთ. ასეთი ქადაგებით შეიძლება თავისუფლება მოიპოვოთ, დემოკრატია მოიპოვოთ. სად იყავით თქვენ? ანა ხუნაშვილი მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ ამ ვიდეოდან გაიცნო. როდესაც ბოდბის მთავარეპისკოპოს იაკობს სათქმელი პირში მიახალა. მის ოჯახს ჯერ კაფის მშენებლობის საშუალება არ მისცეს საკუთარ მიწაზე. შემდეგ კი ჟურნალ ბოდბის სამრეკლოს გამოცემა აუკრძალეს. ეგენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. მე მინდავთ ხო ყველას, ვისაც შეუძლია რომ დაგვიცვას. ჩვენ ვართ დაუცველები აბსოლუტურად. მე მეშინია მაგათი. ძალიან მეშინია. ხანდახან მინდა რომ საერთოდ წავიდეთ აქედან უცბად ჩავყარო ყველაფერი, რაღაც აუცილებელი ნივთები, ჩემს შვილებს ხელი მოვკიდო და წავიყვანო, გავიდე საზღვარგარეთ და მათ თხოვ, აქ თუ ვერ დამიცავე, რომ შემიფარე ტოლვილად ვიქნები, ოღონდ დაცული ვიყო, რომ ჩემი შვილების სიცოცხლე გადარჩეს მეთქი. ესე ხო არ შეიძლება ხო? მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ქედელელები საკუთრებისთვის, ნორმალური ცხოვრებისთვის ბრძოლაში აწყდებიან, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში უყურებენ, როგორი შეზრდილია ერთმანეთთან საერო და საეკლესიო ხელისუფლება, მათ შორის ყველაზე ჯიუტები არ ნებდებიან.
თამაზ გორელიშვილმა მისი კუთვნილი და წართმეული ნაკვეთების დასაბრუნებლად ცოტა ხნის წინ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დიდ კაცთან პატარა კაცსაო, როდის გაესულია მართალიო. არაფრის იმედი აღარ მაქვს.